მე მინდა რომ აი ჩვენ მსმენელს პროცედურა დავანახოთ. ოცნებაც კი დასწრა და ამისთვის საქართველოს მზად უნდა იყოს და თქვა მსაუბა რომ თუ ტრამპი ჩავა და მე მგონი ჩადის, შეიძლება რაღაც მომენტში გადაიკვეთო. ან იქნება ტერიტორიების გაცვლა და ეს ხელის გულზედევს და ეს შეთავაზება არის, ან კიდე ვერ მოგვარდება ეს პროცესი. ომის 1000 ფორმა არსებობს. ესე ვინ ომობს ბომბებით და ჭურვებით დაიბით ამ ეპოქაში. გამარჯობა, დღეს ჩვენი ყოველკვირეული მიმოხილვის მე-6 ეპიზოდს უყურებთ. დღეს სტუმრით დავიწყებთ. ლევან ლოთქიფანიძე იქნება ჩვენი სტუმარი, პოლიტოლოგი. ვისაუბრებთ გერმანიის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე და ასევე ბევრ მნიშვნელოვან საკითხს მიმოვიხილავთ. ლევან, პირველ რიგში მადლობა მოსვლისთვის. თავიდან რო დავიწყოთ იმით, ვინ მოვიდა გერმანიის ხელისუფლებაში, ვინ არის ეს ადამიანი, რა კოალიცია ველოდება და ზოგადად მოკლედ რომ მიმოვიხილოთ ფრიდრიხ მერცის ბიოგრაფიაც და ასე შემდეგ. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან მიხარია თქვენთან სტუმრობა და ძალიან მიხარია რომ ეს პოდკასტიც დაიწყეთ და მართლა პატივია რომ მეკითხებით ამ საკითხზე, რომელშიც ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს და მგონია რომ სხვებზე მეტი ვიცი საქართველოში, ხო? და შეკითხვაც ძალიან საინტერესოა. მოკლედ გერმანიის ხელისუფლებაში მოდის ძალიან ტრადიციული კოალიცია. გერმანიას უკვე უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში 4ჯერ მართავდა ქრისტიან-დემოკრატების და სოციალ-დემოკრატების კოალიცია. ანუ ყველაზე ტრადიციული, პროევროპული, კონსერვატიული პარტია და ყველაზე ტრადიციული პროევროპული მემარცხენე ცენტრისტული პარტია ერთიანდებიან ერთი ქოლგის ქვეშ. მათ აქვთ საკმარისი უმრავლესობა და აი ამ დიდმა კოალიციამ მოახერხა და დაძლია AfD-ს გავლენა. ანუ ულტრამემარჯვენეები ჩააჩოჩა პოლიტიკური ველიდან ხელისუფლებამდე ყოველ შემთხვევაში ვერ მიიყვანა, პარლამენტში ძალიან ძლავრად არიან წარმოდგენილნი, მაგრამ მათ გარეშე ხელისუფლების ჩამოყალიბება ჯერ კიდევ შესაძლებელია გერმანიაში და ეს მოხდა სწორედ სოციალ-დემოკრატების და ქრისტიან-დემოკრატების ალიანსის საფუძველზე. ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ფრიდრიხ მერცი ძალიან საინტერესო ფიგურა არის. ჯერ ერთი ის არის უკიდურესად ბრძოლისუნარიანი ფიგურა. ფრიდრიხ მერცი 4ჯერ იბრძოდა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერობისთვის და კანცლერობისთვის. ჯერ მერკელს ებრძოდა, მერე ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერს, მერე არმინ ლაშეტს, ხო, ანუ 3ჯერ იყარა კრენჭი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერობაზე, 3ჯერ დამარცხდა, მაგრამ მე-4ჯერ მაინც წავიდა ბრძოლაში და მე-4ჯერზე მოახერხა, ასე ვთქვათ, ხელისუფლებაში მოსვლა და კანცლერის პოსტამდე მისვლა. მეორე მისი მახასიათებელი არის ის, რომ ჰქონდა ძალიან დიდი ჩავარდნა. ფაქტობრივად 2002 წლის შემდეგ ფორმალურად ცოტა გვიან წავიდა, მაგრამ 2002 წლიდან 2018 წლამდე იგი მთლიანად ეკონომიკურ საქმიანობაში და ბიზნეს საქმიანობაში იყო ჩართული და ყველგან ნამუშევარი აქვს რა, ყველა დიდ გერმანულ კორპორაციაში დაწყებული რაღაც ბანკებიდან, სატელეკომუნიკაციო ბიზნესით გაგრძელებული, საინვესტიციო ბაზარზეც ნამუშევარი აქვს და არის ძალიან შეძლებული კაცი, არის მულტიმილიონერი. გერმანიაში ხშირად ხუმრობენ ხოლმე რომ მას ხუმრობენ რა, მართლა თავისი თვითფრინავი ყავს, ჯეტი, თვითონ მართავს და დაფრინავს ხოლმე აქეთ იქ. სხვა ქვეყნების გადავკიდე აღარ გვიკვირს. აღარ გვიკვირს, მაგრამ ევროპის შუაგულში მაინც გასაკვირია ესეთი მდიდარი მთავრობის თავმჯდომარე. და კიდევ ერთი მახასიათებელი ფრიდრიხ მერცი არის ანტი-მერკელი. რა გაგებით? ახლა ჩვენ ვიცით რომ ანგელა მერკელი ცდილობდა საერთო ენის გამონახვას ცენტრისტულ პარტიებთან. ის ცდილობდა ცოტა უფრო სოციალ-დემოკრატიული გაეხადა თავისი პარტია, ცოტა უფრო მწვანე გაეხადა, ხო? მაგალითად მერკელის სახელთან არის დაკავშირებული ატომური ენერგიის წარმოებისგან გამოსვლა, მერკელის სახელთან არის დაკავშირებული, თქვათ, შრომის ბაზრის რეფორმა შრიოდერის შემდეგ, სადაც ცოტა სოციალური კომპონენტები გააჩინა, მიგრაციის პოლიტიკაში უფრო ლიბერალური მიდგომები. ყველაფერი ამის წინააღმდეგია ფრიდრიხ მერცი. ატომური ენერგიის გამოყენებასაც ემხრობოდა, ეხლა მთლად
ეს ერთბაშად ვერ დააბრუნებს მას, მაგრამ მისი მომხრეა ძალიან მკაცრი მიგრაციული პოლიტიკაც აქვს, სოციალურ სფეროშიც მისი პოლიტიკა ძალიან, ასე ვთქვათ, რადიკალურია და საერთოდ, ასე ვთქვათ, იგი უფრო მეტად ენათესავება ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის, ასე ვთქვათ, უკიდურეს კონსერვატიულ ფრთას. მოკლედ, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ფრიდრიხ მერცი არის კლასიკური ნეოკონსერვატივი. კონსერვატიზმის მთავარი ნიშნები რა არის? რომ კულტურულ და სოციალურ საკითხებში ის არის, ესე იგი, law and order პოლიტიკის მომხრე, მკაცრი ხელის მომხრე, წესრიგის მომხრე, აი ამ კონსერვატიული ღირებულებების მომხრე, ხოლო ეკონომიკაში არის ულტრა ლიბერალი და დერეგულაცია და ბაზარი ყველაფერს გადაწყვეტს და ასე შემდეგ ამის მომხრე. მაგრამ თქვენ ნათია იკითხეთ არა მარტო მერცზე, არამედ მეორე კოალიციის პარტნიორზე, ხო სწორად გავიგე, ხო? და აი აქ უკვე სოციალ-დემოკრატები ცდილობენ აი ამ ნეოკონსერვატიული პოლიტიკის კორექტირებას თავისი თანამონაწილეობით. სოციალ-დემოკრატიული პარტია დღეს კრიზისშია, იმიტომ რომ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია მისმა მხარდაჭერამ, ხოლო 16% აიღეს ამ არჩევნებზე, ესეთი დაბალი სოციალ-დემოკრატების მხარდაჭერა არ ყოფილა ვაიმარის რესპუბლიკიდან მოყოლებული დღემდე. პარტია განახლების პროცესშია, მას სათავეში დღეს უდგას ბატონი ლარს კლინგბაილი. ბატონი ლარს კლინგბაილი არის, ესე იგი, ქვემო საქსონიიდან, ევროპარლამენტში დამუშევარი კაცია, ის გახდება სავარაუდოდ ფინანსთა მინისტრი. აი ამ ფინანსთა მინისტრის პოსტზე სოციალ-დემოკრატის დანიშვნით სოციალ-დემოკრატები ინარჩუნებენ ერთგვარ, ესე ვთქვათ, ნახევარ ვეტოს უფლებას სამთავრობო გადაწყვეტილებებს. იმიტომ რომ კანცლერის შემდეგ ფინანსთა მინისტრი არის მთავარი თანამდებობის პირი ევროპულ მთავრობებში და გერმანიაში განსაკუთრებით. კანცლერის გარდა ფინანსთა მინისტრის ვიზირება ჭირდება ყველა საკითხს. რა თქმა უნდა, მისი შეფერხებული საკითხების, ასე ვთქვათ, დაძლევა უფრო ადვილია, ვთქვათ, რომელსაც პირობითად ვეტო დაადო ფინანსთა მინისტრმა იმას დაძლევენ ადვილად ვიდრე კანცლერის დადებულ ვეტოს, მაგრამ მაინც მას შეუძლია მუხრუჭი მისცეს ძალიან ბევრ პროცესს და აი ამით დააკორექტიროს, ასე ვთქვათ, ამ კოალიციის შიგნით ვითარება. და ერთსაც გეტყვით თვითონ პროცედურებს, ეხლა სოციალ-დემოკრატებზე ბევრი ლაპარაკი შემიძლია, ვიცი რომ შეზღუდული ხართ დროში და ამით თავს არ შეგაწყენთ, იქ დიდი განახლების პროცესი მიდის, სავარაუდოდ ბევრი ახალგაზრდა, ასე ვთქვათ, თანამდებობის პირი გამოჩნდება სოციალ-დემოკრატიული პარტიის კვოტით, ბევრი ქალი გამოჩნდება როგორც ყოველთვის და იქ პარტიაში რაღაც გადააზრება მიდის პროცესების. უბრალოდ მე მინდა რომ აი ჩვენ მსმენელს პროცედურა დავანახო, ხო? ნახეთ, ჩვენ საქართველოში სულ ამბობენ რომ აი როდის შეიკრიბება გერმანიის მთავრობა, რომელმა ის და ასე შემდეგ, ესე მარტივად იქ არ ხდება ყველაფერი. ძალიან დემოკრატიული პროცედურა არის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. კოალიცია ხო შეთანხმდა. ჯერ ეს კოალიციის შეთანხმების პროცესი იყო არაჩვეულებრივად ხანგრძლივი. სადღაც, თქვათ, 200 პოლიტიკოსი იყო ჩართული, 20-ზე მეტ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში იყვნენ გაერთიანებულნი, ინტენსიურად მუშაობდნენ, რომ შეექმნათ ეგრეთ წოდებული კოალიციონ-სფერტრაკ, ანუ კოალიციის ხელშეკრულება. ეს ხელშეკრულება შეადგინეს, მაგრამ ამით არაფერი არ მთავრდება. ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ყრილობამ უნდა დაამტკიცოს ეს დოკუმენტი, ქრისტიან-სოციალური კავშირის მთავარმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს ეს დოკუმენტი და ნახეთ ქრისტიან-დემოკრატებისგან და ქრისტიან-სოციალური კავშირისგან განსხვავებით სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში არსებობს ეს პლებისციტური დემოკრატია, სოციალ-დემოკრატიული პარტიის 360,000 წევრი შეუძლია რომ გახსნას თავისი კომპიუტერი და მისცეს ხმა კოალიციის შეთანხმებას, არ მისცემს ხმა. აი 28 აპრილს დასრულდება ეს პროცესი სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში, იქვე გაიმართება ასევე აპრილის ბოლოს უკვე ეს ყრილობა ქრისტიან-დემოკრატებისა და უკვე 6 მაისს ელოდებიან რომ ფრიდრიხ მერცი გახდება კანცლერი, მისი ვიცე-კანცლერი იქნება ბატონი ლარს კლინგბაილი და გერმანიის ახალი მთავრობა დაიწყებს მუშაობას. რა პრიორიტეტები ექნება ახალ კოალიციურ მთავრობას და რატო ვკითხულობ ახლა? ამ საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ხმა, რომ მერცის პირველი ვიზიტი იქნება კიევში ზელენსკისთან.
და ეს საკითხი ალბათ ყველაზე მეტად აწუხებს როგორც ოკეანის მიღმა, ისე ევროპულ კონტინენტს, ხო, უკრაინის საკითხი. უკრაინაც და არა მარტო, რა მთავარი საგარეო პრიორიტეტები შეიძლება ქონდეს აი ამ კოალიციას და რამდენად შეძლებს ეს კოალიცია რომ გადაჭრას ის გეოპოლიტიკური დაბრკოლებები, რაც ახლა აქვს ევროპის კონტინენტზე. პირველი დაბრკოლება, რომელიც შეხვდა ბატონ მერცს მთავრობისკენ და კანცლერობისკენ მიმავალ გზაზე, ეს არ ყოფილა კოალიციის შეთანხმება. და ამ შეთანხმების ხარდაჭერა და მისი ლეგიტიმაციის მოპოვება. პირველი პრობლემა, რასაც წააწყდა მერცი, ეს იყო ფულის არარსებობა, ხო? გერმანიაში ეკონომიკა არ იზრდება, ხა საქართველოსნაირი ქვეყანა ხო არა ვარ 10%-ით გაიზარდოს ქვეყანა, ხო არ არის გერმანია ესეთი ქვეყანა, იქ ეკონომიკის ზრდა შეფერხებული ამ კრიზისების ფონზე და ამხელა გამოწვევების წინაშე დგას ხო გერმანია და ევროპა. და ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება დაფინანსება. ხოლო გერმანიის კონსტიტუციაში 2009 წლიდან არსებობდა ესეთი ჩანაწერი შულდენბრემსზე, ხო? ვალების მუხრუჭი, რომლის საშუალებითაც, ეკრძალებოდა მთავრობას გარკვეულ პროცენტულ წილზე მაღალი ვალის აღება, რომ რაღაც სხვა საქმიანობები დაეფინანსებინა. აი მერცმა თავისი არჩევნების შემდგომ პირველი ერთი თვე დახარჯა იმისთვის, რომ მოეპოვებინა უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რათა შესაძლებელი გამხდარიყო გერმანიის მხრიდან 12 წლის განმავლობაში 500 მილიარდი ევროს ვალა დაღება. და ვიტყვი რა ამას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მე თუ მკითხავთ მშვენიერი ამბავიც არის, ხო? აი დემოკრატიას ხშირად ლანძღავენ, რომ რა არის რა უბედურება გვიან იღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ აი მე სულ მოხიბლული ვარ აი ამ ესე იგი მრავალმხრივობით, რაც გერმანულ დემოკრატიას აქვს. აი წარმოიდგინეთ, არჩევნებში გაიმარჯვა მერცმა, დამარცხდნენ სხვა პარტიები, მაგრამ მერცს უნდა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლის ცხოვრებაში გატარებაც შეუძლებელია დამარცხებულთა მხარდაჭერის გარეშე. ანუ მას რო კონსტიტუცია შეეცვალა, ჭირდებოდა არა მხოლოდ სოციალ-დემოკრატების, არამედ მწვანეების მხარდაჭერაც. მთელი დრო არჩევნების შემდგომი ერთი თვის განმავლობაში დაიხარჯა იმაზე, რომ როგორმე მწვანეები მიემხროთ. ხოდიშთან წინა კოალიციის კონფლიქტიც პრინციპში ამ საკითხზე იყო ზუსტად და სწორი ხართ ლიბერალებთან დაიწყო ეს კონფლიქტი და მწვანეები მოიმხრეს პირობით, ანუ დამარცხებულ პარტიას გერმანიაში შეუძლია, რომ საკუთარი პირობები დაუწესოს მომავალ ხელისუფლებას ცენტრალური გადაწყვეტილებების მიღების დროს. მწვანეებმა თქვეს, რომ აი 500 მილიარდი გინდათ ვალის აღება, აქედან 100 მილიარდი უნდა დაიხარჯოს კლიმატმეგობრული ტექნოლოგიების და ინფრასტრუქტურის და მეორე საკითხია, როგორ რის ხარჯზე მოხდება ეს, რომ ჩვენაერი ქვეყნები მაგალითად მესამე მსოფლიოს ქვეყნების ხარჯზე მოხდება ალბათ. ხო, ეგ კიდე ცალკე განხილვება და რა თქმა უნდა ეგ პრობლემაც არსებობს, ხო? და აი მწვანეებთან მოაგვარეს ეს საკითხი. ხო, ეხლა მეორე ამბავი წარმოიშვა, რომ გერმანიას აქვს პარლამენტის ზედა პალატა, ბუნდესრატი. იმან უნდა დაამტკიცოს ასევე ეს ცვლილება. და ბუნდესრატშიც ეხლა გერმანიის 16 მთავრობიდან, რეგიონალური მთავრობიდან, ზოგიერთის მთავრობაშიც ისეთი პარტია, როგორიც არის სარა ვაგენკნეხტის გაერთიანება. რომელიც ამ ვალების აღებას, რომელიც ძირითადად შეიარაღებაზე და ინფრასტრუქტურაზე უნდა დაიხარჯოს, არ უჭერს. თან რუსეთთან ცოტა დაახლოებული ძალები აქვს. არის თქვა ბავარიაში მთავრობაში პარტია Freie Wähler, თავისუფალი ამორჩევლები, რომლებსაც ძალიან ლიბერალური პოზიციები აქვთ. ხო, მერე კიდე დაიწყო პროცედურა და ბრძოლა, რომ ზედა პალატასაც ეს დაემტკიცებინა და ეს რეგიონალური მთავრობები როგორმე დაეშოშმინებინათ და ეს იცით როგორ მოხდა, რომ ამ 500 მილიარდიანი ვალიდან 100 მილიარდი იქნება რეგიონალური მთავრობებისთვის გამოყოფილი. და დანარჩენი 300 მილიარდი იხარჯება სამხედრო და ინფრასტრუქტურული ხარჯებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ გერმანიის მომავალ მთავრობას უკვე გაეხსნა ხელფეხი იმისთვის, რომ თავისუფლად
დახარჯოს თანხები თავისი სამხედრო კომპლექსის განვითარებისთვის. ბოლო წლებში გერმანიაში სამხედრო სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, მეორე ხარისხოვან სამინისტროთ იცვლებოდა, დაფინანსება მაინც და მაინც სერიოზული არ ჰქონდათ. არის ძალიან დიდი ჩამორჩენა ტექნოლოგიური თვალსაზრისით სამხედრო უწყებაში, არის თვითონ აი ამ ბუნდესვერის პრესტიჟის საკითხი, ანუ იქ არ არის ესე იგი სამხედრო სავალდებულო სამსახური და თავისინებით ბევრი ხალხი აღარ მიდის და ასე შემდეგ. და დღეს ფრიდრიხ მერცსაც და მის თავდაცვის მინისტრსაც, მისი მთავრობის თავდაცვის მინისტრი სავარაუდოდ იქნება სოციალ-დემოკრატი ბორის პისტორიუსი. მათი მთავარი პრიორიტეტი არმიასთან დაკავშირებით ესეთია, რომ მეტი ფული, მეტი ინფრასტრუქტურა, მეტი ადამიანი. რომ ეს გერმანია გახადონ თავდაცვის უნარიანი. და კიდევ ერთი დეტალი არის ის, რომ პირველად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ისტორიაში გერმანიამ უკვე არის ეს ინფრასტრუქტურა გამართული ლიტვაში, პირველად თავის ისტორიაში ლიეტუაში 5000 ჯარისკაცი იქნება სტაციონარირებული თუ როგორ ამბობენ, იქ იქნებიან რა, 5000 კაციანი ბაზა არის შექმნილი ბელარუსის. ეგ რაღაც უპრეცედენტო ამბავია, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომის ამბავია და ამით გერმანია ამბობს, რომ ჩემი საზღვრიდან არ იწყება ჩემი ინტერესები, ევროპის საზღვარი ჩემთვის მნიშვნელოვანია და უკრაინის მერე და საქართველოს მერე ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა, რომელიც საც უდგას უსაფრთხოების პრობლემა ევროპაში, ბალტიის ქვეყნებშიც კიდე ყველაზე დიდი პრობლემა ლიეტუას აქვს, იმიტომ რომ ბელარუსი, რუსეთი ყავს მეზობლად ეს კალინინგრადის ოლქი და უბედურება და ძალიან შეშინებულები არიან იქ და ეს განაცხადია. ასე რომ ნახეთ, მომავალი მთავრობა სამხედრო თვალსაზრისით იქნება გაცილებით უფრო ძლიერი, გაცილებით უფრო მომარაგებული. ეს ვალი შესაძლებლობას აძლევს გერმანიას იმისა, რომ თავისი ბიუჯეტიდან უკვე უკრაინას მხარდაჭერა გააგრძელოს და არ დატოვოს მარტო და ამ ხრივ მოკლედ გერმანიას სუსტი პოზიციით არ იქნება წარმოდგენილი. რაც აღნიშნა, რომ ჩამორჩენა აქვს ტექნოლოგიების მხრივ მთელი ამ დროის განმავლობაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც აღიდგინა თავისი დაანგრეული ნაწილი, ინდუსტრია ფაქტობრივად მთელი ევროპა და მათ შორის გერმანიას ტექნოლოგიური განვითარების კუთხით ამერიკასთან და იგივე ჩინეთთან შედარებით ძალიან დიდი ჩამორჩენა აქვს და ხელოვნური ინტელექტის და სამხედრო თვალსაზრისით და იყო რეალურად ხო ანუ აქამდელი ესე ვთქვათ სოფლიო წესრიგი ისეთი რა დროსაც ვთქვათ შტატები იყო ვთქვათ ქოლგა დამცავი და რიჩარდ ულფი რომ არის ერთი ამერიკელი ეკონომისტი ის ამბობს რომ ამით ევროპას ქონდა ფუფუნება რომ ქონოდა სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფო და თქვა თავდაცვაზე იმდენი არ ეხარჯათ. ხო და აი წინა კითხვა რო გავაგრძელოთ თან რომ მიუბრუნდე კიდეც ახლა რეალურად მაგის გადატრიალება ხდება იმიტომ რომ სამხედრო ესე ვთქვათ საკითხებზე აქამდე ბევრი ფიქრი არ მიდიოდა ევროკავშირში არც ისე იყო საქმე რომ ვთქვათ დასავლეთ ევროპული ქვეყნების საზღვარი უკრაინიდან და ბალტიისპირეთიდან იწყებოდა. ახლა ეს ყველაფერი შეიცვალა ალბათ ტრამპის ეს პოლიტიკის გამოც ხო ვთქვათ ბლუმბერგზე წავიკითხი ახლა რომ უკრაინა ემზადება ყველაზე ცუდი სცენარისთვის რომ შტატები შეწყვეტ საერთოდ დახმარებას და მიატოვებს და იმაზეცაა ლაპარაკი რომ შეიძლება რუსეთთან ისე დაათბონ ურთიერთობა რომ არ ვიცი აქეთ შემოუტრიალდეს უკრაინას ამ ორი სახელმწიფოს დამთვარი ურთიერთობა. ამიტომ გერმანია როგორც თავარი გამწევი ძალა ევროკავშირში ალბათ მას მოუწევს თავის თავზე ამ ყველაფრის აღება. და აი ეს მერცის განცხადება რომ გერმანია ბრუნდება და ჩვენ ესე ვთქვათ თანასწორები ვიქნებით უკვე ხო ამ სოფლიო პოლიტიკაში შტატების, ჩინეთის და ასე შემდეგ, ეგ რამდენად რეალისტურად მიგაჩნია, რამდენად არის მაგის პოტენციალი. და ერთსაც დავამატებ, კი არა და პრინციპი უფრო კომენტარია. ჯერჯერობით არ მოვიდა ეს მემარჯვენე ნაცისტური ფაშისტური პარტია და რამდენად საშიშია ამის ანუ თან გადაიარაღება და გაძლიერება და მოკლება ხო სოციალურ პოლიტიკაზე რაღაც თანხების და მეორე მხრივ ხო დიდი საფრთხეა რომ გერმანიაში შემდეგი მთავრობა AfD იყოს და რამდენად საშიშიც არის ანუ გერმანიაშიც და მთელ მსოფლიოშიც ყველა ხვდება რომ მსოფლიო ისეთი აღარ არის, როგორიც იყო პოსტსაბჭოთა პერიოდში. პარადიგმა
არის ფუნდამენტურად შეცვლილი. ამ პარადიგმის ცვლილების პირველი ნიშანი არის ის, რომ ესე ვთქვათ, დასავლეთი ერთიანი აღარ არის. დასავლეთი თუ ადრე ასოცირდებოდა ერთ სტრატეგიულ ავტონომიურ ერთეულად სოფლიო პოლიტიკაში, ეს ასე აღარ არის. დასავლეთი გახდა ძალიან მრავალფეროვანი, ცალკე თავისი პოზიცია აქვს შეერთებულ შტატებს, ეს ტრამპისტული, ჩემი აზრით ძალიან დესტრუქციული და ძალიან რეგრესული, ცალკე ვთქვათ არის დიდი ბრიტანეთი თავისი პოზიციებით და ჯერჯერობით გაურკვეველი როლით და ცალკე არის ევროპა და ევროკავშირი, ხომ? ამის შესახებ სხვათა შორის ტრაბახში არ ჩამომართვათ. რამდენიმე წლის წინ მე ვსაუბრობდი, რომ ევროპა ცალკე აქტორად შეიძლება გამოჩნდეს პოლიტიკურ ველზე და ამისთვის საქართველოს მზად უნდა იყოს და ამაზე უნდა იფიქროს მეთქი, მაგრამ არ მიაქციეს ამას ყურადღება არავინ. ეს ერთი საკითხი პარადიგმის ცვლილება. მეორე ცვლილება რა არის, იცით, რომ ნელ-ნელა იშლება საზღვრები, ასე ვთქვათ, ომსა და მშვიდობას შორის. იშლება საზღვრები მტერსა და მეგობარს შორის. ხომ? აი ძალიან გაბუნდოვანებული და მქრქალია ეს საზღვრები. ეხლა ჩვენ ომს ვეძახით მარტო იმას, რაც უკრაინაში ხდება, ბომბებს რო ესვრიან ერთმანეთს და სისხლი რო იღვრება. ხო, მარტო ამას ვეძახით ომს? ომი არ არის, თქვათ, ის ენერგეტიკული ურთიერთდამოკიდებულება, რაც არის სხვადასხვა ქვეყნებს შორის, რომ უბლოკავენ, უჩერებენ, არაწვდიან, თქვათ, სხვადასხვა სატარიფო ომი, საბაჟო ომი. რომელზეც ვარი თქვა უკვე ტრამპმა. ხო, ომის ერთ-ერთი სახეობა არ არის ის, რასაც თქვათ რუსეთი აკეთებს ძალიან ბევრ ქვეყანაში, საქართველოში, რუმინეთში, არჩევნებში ჩარევა. ჰიბრიდული ომი ზემოქმედება, ომი ტექნოლოგიებით თქვენ რაც ახსენეთ, ხო? ეს ჩინეთს და ამერიკას თავისი ტექნოლოგიები აქვს, რომელსაც არ უთმობს სხვა იმას, რა ქვია, სხვა ქვეყნებს. ანუ ომი გახდა უკვე ძალიან მრავალფეროვანი, სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობს და სადომია და სამშვიდობა ამის გარკვევა თანადროულ სამყაროში შეუძლებელია. და მტერსა და მოყვარეს შორის საზღვარი წაიშალა, ხო? ეხლა ვინ უფრო შეერთებული შტატები რუსეთთან მიმართებით არის ძალიან, ასე ვთქვათ, კონსტრუქციულად განწყობილი, კონსტრუქციული დიალოგს აწარმოებს პუტინთან რიადში და სხვადასხვა სივრცეებში შეერთებული სანქტ-პეტერბურგშიც და ამ დროს ევროპის ფუნდამენტურ ნაწილს, პატარა უსაყვარლეს სახელმწიფოს, სოციალ-დემოკრატიულ სახელმწიფოს, ძალიან მაღალ დონეზე მოწყობილ სახელმწიფოს, დანიას, ესე ვთქვათ, ხადებს ომს, ესე იგი, გრენლანდიასთან დაკავშირებით ემუქრება და ასე შემდეგ. ანუ რა გამოდის ახლა რიგითი ამერიკელი ფიქრობს, რომ ვინ უფრო დიდი მეგობარია ჩვენი დანია თუ რუსეთი თუ ორივე მტრები. და ევროკავშირიც მტრისხატია. ხო, ევროკავშირიც მტრისხატია. ასე რომ აი ეს პარადიგმები იცვლება. აი დღეს მაგალითად პროფესორმა ჟორჟოლიანმა თავის ერთ-ერთ ტექსტში აღნიშნა და ესე ევროპაშიც ძალიან ცნობილი აზრია, რომ ხო აი ჩვენ ხო გქონდა რაღაც ერი სახელმწიფოების წესრიგი, ეხლა ჩვენ ვართ რაღაც მე-19 საუკუნესა და 21 საუკუნის შორის გაჩხერილები. ესე იგი ერი სახელმწიფოების ნაცვლად ბრუნდებით აი ამ იმპერიულ იმებზე, რა ქვია, რელსებზე, ეხლა რასაც ტრამპი აკეთებს ეს იმპერიალიზმია. ხო, თავისი ახალი ფორმებით, რასაც პუტინი აკეთებს, იმპერიალიზმია და ეს ერი სახელმწიფოების მნიშვნელობა უნდა გაქრეს ამ იმაში, თანამედროვე სოფლიო წესრიგში და მარტო რეგიონალური ან გლობალური ზესახელმწიფოები, ანუ საზღვრების გადახედვის პოლიტიკა მინდის, ხო? გადახედონ საზღვრებს და ასე შემდეგ, ხო? და მეორე მხრივ ნახეთ, ეს არის მე-19 საუკუნის გადმონაშთი, მაგრამ მეორე მხრივ გვაქვს აი ეს სუპრანაციონალური ორგანიზაცია ევროკავშირის სახით. ისიც ერი სახელმწიფოს პარადიგმის გადახედვა, მაგრამ უფრო პოზიტიური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ამერი სახელმწიფოებისგან შედგება ეს და იმპერიული მიზნები არ აქვს, ხო? ანუ ნახეთ, შევდივართ ისეთ ეპოქაში, სადაც პატარა დღეს ხო ოცნება ლაპარაკობთ სუვერენიტეტზე, ხო? ეს პატარა სახელმწიფოები თავის მნიშვნელობას კარგავენ და ან ევროკავშირის ტიპის დიდი ალიანსები იღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ შექმნან გლობალური პოლიტიკა, ან ეს ახალი იმპერიები. ეს მსოფლიო წესრიგზე რაც შეგვიძლია ვთქვათ. ეხლა საკუთრივ ევროპას გერმანელები აცნობიერებენ, რომ წარსულში მათ ბევრი შეცდომა დაუშვეს.
წარსულში გულისხმობ პოსტსაბჭოთა წარსულში. აი მაგალითად საფრანგეთი და საფრანგეთის პრეზიდენტები უფრო მოწადინებული იყვნენ, რომ საერთო ევროპული რაღაც სახლი უფრო გაემყარებინათ და ევროპა ჩამოეყალიბებინათ ავტონომიურ სტრატეგიულ აქტორად მსოფლიო პოლიტიკაში. თავდაცვის თვალსაზრისითაც. თავდაცვის თვალსაზრისითაც, ეკონომიკის თვალსაზრისითაც და ასე შემდეგ. აი გერმანელები პასიურობდნენ. აი ხა რაც არ უნდა ვთქვათ ჩვენ მართლა დიდი მოღვაწე იყო, ვთქვათ ანგელა მერკელი. მაგრამ ანგელა მერკელი არ ყოფილა ვიზიონერი, ხედვის მქონე ლიდერი. ის იყო, რომ აი ცეცხლი გაჩნდა ჩავაქრობ. კრიზისი წარმოიქმნა, იმას გავაჩერებ. მენეჯმენტი ჭირდება დღეს არსებულ ვითარებას, რო არ აფეთქდეს სიტუაცია. მენეჯმენტს გავატარებ და არ ავაფეთქებ სიტუაციას, მაგრამ აი ხედვა, ჩამოყალიბება აი ამ ევროპის როგორც დამოუკიდებელ აქტორად ამაზე თქვათ ნაკლებად ფიქრობდა იგი და ყველაფერზე თავს უქნევდა ამერიკას ხო რეალურად. ეგრეთ თვალად არის, მაგრამ არართულებდა სიტუაციას, კონფლიქტში არ შედიოდა და ასე შემდეგ. ეხლა შოლც განსხვავებული ხედვა ჰქონდა, მაგრამ ძლიერი არ აღმოჩნდა და ასე შემდეგ, თორემ მან პრაღაში ლექცია ჩაატარა ცნობილი, სადაც ისაუბრა თქვათ ევროპის გამოკვეთილ როლზე. მაგრამ აი დღეს უკვე ხვდებიან გერმანელებიც, რომ დრო აღარ არის. მოცდის დრო აღარ არის. ევროპა უნდა გახდეს სუვერენული აქტორი. დღეს ევროპაში მაკრონიც, მერციც საუბრობენ ეგრეთ წოდებულ ევროპული სუვერენიტეტის იდეაზე. ეს რას ნიშნავს? პირველი, რაც ნათი ამ გითხრა, ხო? ტექნოლოგიურად ევროპა არ უნდა იყოს დამოკიდებული არც ჩინეთზე და ამერიკაზე, მას უნდა კონდეს თავისი ტექნოლოგიები, დამოუკიდებელი ტექნოლოგიები, ძლიერი ტექნოლოგიები და ტექნოლოგიურ სუვერენიტეტს უნდა მიაღწიოს. მეორე და მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ ევროპაში უნდა მოხდეს და ამას მერციც ემხრობა თავის ხედვით, ესე იგი Europäische Verteidigungsgemeinschaft, ესე იგი ევროპული თავდაცვის თანამეგობრობა. ნატო გუშინდელი დღეა ბევრი გერმანელის აზრით და არა მხოლოდ გერმანელის აზრით. ნატო არის ცივი ომის პროდუქტი. ნატო, სადაც ამერიკას ესეთი როლი აქვს და ევროპა მართლა გარედან უყურებს და ამას ქოლგად განიხილავს, ესე იგი თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. საჭიროა რომ ევროკავშირს ჰქონდეს თავისი სამხედრო ფუნქცია. უკვე დაწყებულია, მათ შორის მერცის ინიციატივაც არის, მაკრონი ამაზე დიდი ხანია საუბრობს, რომ შეიქმნას ეს თავდაცვის საზოგადოება, შეიქმნას ასე ვთქვათ საერთო თავდაცვის სისტემები, 150 დამოუკიდებელი რაღაც თავდაცვის სისტემა და ელემენტი აქვს დღევანდელ ევროპას, რომელიც ერთმანეთთან სისტემურად არ არის დაკავშირებული. სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ ეს თავიანთი სისტემები, რომლებიც, ასე იგი, სხვების მხარდაჭერის გარეშე ისე ძლიერი არ არიან, ხო? აი ამ თავდაცვის სისტემების გაერთიანებაზე ფიქრობს მერციც, მაკრონიც და ეს გერმანულ-ფრანგული მოტორის ამუშავება უნდათ ევროპაში. და კიდე ევროპული სუვერენიტეტის კომპონენტი რა არის, იცით? სოციალური საკითხიც. არ შეიძლება ევროპაში არ არსებობდეს საერთო სოციალური სტანდარტი, საერთო ბიუჯეტი. ეხლა კი გამოჩნდა ამისი ნიშნები, მაგრამ საერთო საბიუჯეტო პოლიტიკა, რომ აი ეს სოციალური სისტემა უზრუნველყოფილი იყოს, საერთო რეგულაციები, რომ Facebook-ის და რაღაც სხვა ტრანსნაციონალური კორპორაციები ევროპულ სივრცეში რო შემოდიან, მათ დახვდეთ ევროპული რეგულაციები და ამერიკული წესებით ან ჩინური წესებით ევროპაში არც ფული კეთდებოდეს და არც საქმე კეთდებოდეს. ამაზეც საუბრობენ ევროპაში და კიდევ ერთი კომპონენტი ევროპული სუვერენიტეტისა, ეს არის ევროპის მართლობის ცვლილება, ხომ? ევროპა, აი დემოსი საერთო ევროპული მასშტაბით, ხალხი საერთო ევროპული მასშტაბით არ არსებობს, ხო? არის ევროპარლამენტი, რომელსაც მართლა იმას ეძახია, რა ქვია, როგორ არის ქართულად? სალაყბო არა, ესე იგი ცირკი რო გადაადგილდება ხოლმე ცირკი. ერთ ადგილას რო არ არის კარავს რო შლიან, ხო? ხან იმაში სტრასბურგში გაშლიან ცირკს, ხან ბრიუსელში არაფერზე თანამონაწილეობის უფლება მას არ აქვს, მარტო ლაპარაკობენ მართლა იქ და რაღაც და აგერ ოცნებაც დასცინის. ოცნებაც კი დასცინის. ყველა იპოვის მოკავშირეს ევროპარლამენტში თუ ორამდე ცოტა 700 კაცი არის, აგერ მე ვიცნობ 2-ს. და დაჟე მე ვიცნობ. მოკლედ ამის ცვლილებაზე საუბრობს მერციც და მაკრონიც, რომ ევროპელი ხალხი გამოჩნდეს, როგორც საერთო ელექტორალური ერთეული. ის კი არა რომ გერმანელებმა ცალკე აიჩვენ, ფრანგებმა ცალკე. ერთი ევროპული სია იყოს, ევროპის მთავრობა, კვაზი მთავრობა რაც არის ევროკომისია, მის არჩევასში ხალხის თანამონაწილეობა
გაიზარდოს და ასე შემდეგ, ხო? აი ესეც ევროპის გაძლიერების ერთ-ერთი კომპონენტია და ამაზე ევროპაში ფიქრობენ, მაგრამ აი ნათიას ისე უმნიშვნელოვანესი აქცენტი შემოდის აქ, ხო? ამას ფიქრობს თქვათ მაკრონი, რომელსაც აქ უმძიმესი ვითარება თავის სივრცეში, შიგნით ქვეყანაში, პარლამენტში უმრავლესობა არ ყავს ესე იგი უკიდურესად დაპირისპირებული როგორც მემარცხენე ბანაკი, ასევე ულტრამემარჯვენეების ბანაკიც, არ ყავს თავისი მემკვიდრე, ვინც დაასახელა ყველა მემკვიდრე ჩავარდა, მარი ლე პენი ყავს ესე იგი მთავარი ოპონენტი და იმასაც არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა სასამართლომ, ეს რაც სრულიად გამოიტანს თვითონ ქვეყნის შიგნით. ან გერმანიაშიც ნახეთ, ეხლა გადარჩა, როგორც ნათიამ თქვა, ეხლა გადარჩა გერმანია, რომ AfD-ს გარეშე ჯერ კიდევ არის შესაძლებელი მთავრობის ჩამოყალიბება, ხო? მაგრამ აი ავსტრიაში მაგალითად კინაღამ ეს ჰერბერტ კიკლი მოვიდა ხელისუფლებაში, გადარჩა, მაგრამ რის ხარჯზე გადარჩა? კოალიცია შექმნა ყველა ცენტრისტულმა პარტიამ და ეს არის მათი უკანასკნელი შანსი. როგორც ამბობენ, მათი უკანასკნელი შანსი ამ მთავრობამაც თუ ეფექტურობა ვერ გამოიჩინა ცენტრისტულმა მთავრობამ, იქ ავსტრიაში ეს შეიცვლება. ოდიში აი, როცა შენ ამბობდი, რომ მერცო თქვა თუ მკაცრი პოლიტიკა აქვს იმიგრაციასთან, ეგეც ხო შიდა მოთხოვნის გათვალისწინება, ხო, მას უწევს, რომ თქვა ეს AfD-ს რადიკალური ესე ვთქვათ მიმართებები დააბალანსოს, ანუ გათვალისწინება იმ ამორჩევლის მაინც მოუწევს. ხო, მათ შორის ხო ევროპელი ამორჩევლისთვის საიმიგრაციო პოლიტიკა ერთ-ერთი გადამწყვეტია არჩევნებზე. და სწორიც არის ეს, უბრალოდ საერთო ევროპული გადაწყვეტა ვერ ხდება ამ პრობლემის და ეს ართულებს პროცესს, ხო? მთელი ევროპა ვერ თანხდება საერთო საიმიგრაციო პოლიტიკაზე, საზღვრის კონტროლზე და ასე შემდეგ. თორე ამაზე თუ შეთანხმდება ევროპა, ის მიგრაციის პრობლემის რეგულირება შესაძლებელია. ახლა მერცი გერმანიაში თვითონ რას აპირებს, ხო? სასაზღვრო კონტროლის დაწესებას ნაციონალური საზღვრის პირას, ხო? და ეს ახლა ბევრი გერმანელისთვის უკან დახევა, იმიტომ რომ ისინი ფიქრობენ, რომ მარტო ერი სახელმწიფოს ფორმით კი არ უნდა ვარსებობდეთ, აი ევროპა, ყველა გერმანელი საკუთარ თავს ევროპელად მიიჩნევს და არა მარტო გერმანელად არ მიიჩნევენ ისინი. უდიდესი უმრავლესობა ახლა კი წამოვიდა და AfD-ს ამორჩევლებიც კი ევროპის ნაწილად მიიჩნევენ საკუთარ თავს. და ამიტომ უნდათ პრობლემის საერთო ევროპული გადაწყვეტა. მაგრამ ეხლა იძულებულია ხო მერცი, რომ დააყენოს საზღვარზე სასაზღვრო პოლიცია, დეპორტაციის წესები გაამარტივოს და ბევრი ადამიანი გაასახლოს იქიდან. შეცვალოს თქვათ ოჯახის ჩამოყვანის უფლება, რო ქონდა ადგილზე მცხოვრებ ადამიანს, ეგ წესი შეცვალოს, სასამართლო პროცედურები შეუზღუდოს და შეამციროს მიგრანტთა საკითხების გამო, რაღაც დანაშაულს თუ ჩაიდნენ, დეპორტაცია მალევე მოხდეს და ანტისემიტიზმის დანაშაულად ითვლება. ღაზაში მიმდინარე ამბები, ხო და ვთქვათ პალესტინის საკითხი, რომელიც ხდება აი სიმპტომი, ხო, რაღაცნაირად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვინც პროპალესტინურ მოძრაობაშია, ვთქვათ იმას ყოველგვარი კანონის და სამართლის გარეშე, ესე ვთქვათ, პირდაპირ ტერორისტის იარაღს აწებებენ და მიდის რაღაც მართლა ფაშისტურ პოლიტიკას აწარმოებენ ამ ხალხის მიმართ და ევროპასაც პრინციპში ამის საწინააღმდეგო არაფერი გაუკეთებია, ხმას არ იღებს. ნუ შეიძლება აქ-იქ რომელიღაც პოლიტიკოსი ლაპარაკოს იმის შესახებ, რაც ღაზაში ხდება და იქაც აი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მახსენდება, სადაც ვინც ხმა მოიღო და თქვა, რომ პალესტინელებსაც აქვთ არსებობის უფლებაო, იქიდან რაღაც ისინი მოყვა შეძახილები და სტვენა და გაყარეს ის ხალხი. აგერ ვარუფაკისი ამბობდა, რომ გერმანიაში იმას ვატარებდითო კონფერენციას პალესტინაზეო და არ მოგცეს ამის ჩატარების უფლებაო. ანუ ვენსის ეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ნათქვამი, რომ ევროპას აქვს სიტყვის თავისუფლების პრობლემა, მიმართული იყო გასაგებია AfD-ს და ვთქვათ რადიკალ მემარჯვენეებს რატო ჩაგრავთო, მაგრამ ისე მეორე მხრივ რომ შემოვატრიალოთ, აი ამ პროპალესტინურ დაჯგუფებებს და აქტივისტებს დასდევენ მართლა და ოღონდ თვითონაც ასე ვენსი ხო, არა, ცხადიან იმათი ორმაგი სტანდარტი და უსინდისობა ერთი საკითხია, მაგრამ აი ამ ამბავზე რისი თქვა შეგიძლია? უბრალოდ მე ვერ გავიზიარებ თქვენს რადიკალურ შეხედულებას. აბა რატო? ისეთივე მძიმე ვითარება ევროპაში,
არა, ისეთივე არ მიყვანს, მაგრამ მაგრამ არც ეწინააღმდეგებიან. ხო, მაგრამ ძალიან დიდი პროგრესია. ჩვენ რა პოზიციებიც ქონდა ევროპას წარსულში პალესტინა-ისრაელის კონფლიქტთან დაკავშირებით. იმასთან შედარებით, ესე იგი, ის არის, რა ქვია, საფრანგეთი აღიარებას პროგრესი. საფრანგეთი ხო, მაგრამ აღიარების ის არის. ბოდიში თან ევროპა ერთ სიტყვით მარტო გერმანია და საფრანგეთი ხო არ არიან. ჩვენ გვაქვს საქმე ესპანეთის ძალიან პროგრესულ და ძლიერ ხელისუფლებასთან, ძალიან კოალიციურია და რაღაცა, მაგრამ აი იდეური თვალსაზრისით ძალიან მყარად დგას ბატონი პედრო სანჩესი, სოციალისტი, ჩვენიანი, რომელიც პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას აპირებს. ხო, ირლანდიის ხელისუფლება დგას ამ მიმართულებით ძალიან მყარად. გერმანიაშიც ახლა შეიძლება ფრიდრიხ მერცი არა, მაგრამ სოციალ-დემოკრატები, მწვანეების პოზიცია, დი ლინკეს პოზიცია არის ძალიან მკაფიო პალესტინის საკითხთან დაკავშირებით. საფრანგეთშიც მკაფიო ეს პოზიცია. და რაც მთავარია, ამერიკა ახლა ნელ-ნელა ცდილობს, რომ ჩააჩოჩოს ეს two state solution იდეა მეორე მხარეს გადაწიოს და ეგ შეუძლებელია და მაგრამ ხო, არა, იგი ევროპა მაინც აი მაგისტრალური პოზიცია რამდენად არის ეგ? მაგისტრალური პოზიცია არის ორი სახელმწიფოს შექმნა ახლო აღმოსავლეთში ევროკავშირის მაგისტრალური პოზიცია. ბორელი, რომელსაც ჰქონდა ესეთი მკაფიო პოზიცია და ისრაელში არის გამოცხადებული პერსონა ნონ გრატა და ასე შემდეგ. თუმცა, რაც თქვენ ბრძანეთ, მაგასაც ვიზიარებ, ხა შიგნით გერმანიაში მით უმეტეს ეს რთულია, ხა ისრაელს დაუპირისპირდა ეს თავისი ისტორიული კომპლექსებიდან და ესე იგი წარსულიდან გამომდინარე ძალიან რთულია ამ ნაბიჯის გადადგმა და ნელ-ნელა მაინც გამოცოცხლება არის ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა ესა ვერ აჩერებს იმ სისხლის ხვრაც რაც იქ ხდება და რა უბედურებაც ხდება, რაზეა ლაპარაკი, ეს ვერ შველის, მაგრამ აი პროგრესი თქვა 10 წლის წინანდელ ვითარებასთან შედარებით ძალიან მკაფიოა და ესე იგი ისიც ხო საქმეა რომ ნეთანიაჰუს ევროპაში გამგზავრების პრობლემა აქვს. ყოველი გამგზავრების წინ მას უწევს მილიონი პროცედურის გავლა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სამართლის. ერთ-ერთი უნგრეთში ორბანთან შეუძლია შეისეირნოს როგორც ყობახიძეს და ასე რომ ეს ვითარებაც ასე ვთქვათ შეცვლილი. ასე რომ ნახეთ, ეხლა ევროპას და გერმანიას უპირველეს ყოვლისა აქვთ ეს ამოცანა, რომ აი გრეთხენის შეკითხვა, ხო? ანუ ფუნდამენტური შეკითხვა ამას. ევროპა დაიშლება და გახდება თქვათ რაღაც პატარ-პატარა სახელმწიფოები, თავიანთი გავლენის სფეროებით, ზოგი ჩინეთთან ითანამშრომლებს, ზოგი რუსეთთან, ზოგი შეერთებულ შტატებთან, თუ ევროპა იქნება სუვერენული და დამოუკიდებელი აქტორი თავისი გეოპოლიტიკური ინტერესებით, თავისი ეკონომიკით, ტექნოლოგიებით, მმართველობის სისტემით და ასე შემდეგ. მე იმედიანად ვარ განწყობილი. იმიტომ რომ ესე იგი ჯერ ესეთი ულტრამემარჯვენეებიდან ვინც ხელისუფლებაში მოვიდა, შემდეგ მოიდრიგნენ. ხო, აი მაგალითად ჯორჯია მელონი, რომელიც კი დღემსაც უჩიჩხინებს ბრიუსელს, მის წინააღმდეგ არის, მაგრამ უკრაინის საკითხი, თავდაცვის საკითხი, ბრჭყალებში კარგი მემარჯვენე. ძალიან კარგი მემარჯვენე გახდა თავრობაში მის. ტრამპთანაც უნიშნულოვანეს როლს ასრულებს მელონი, იმიტომ რომ მელონის საშუალებით აქვს დალაპარაკების საშუალება. ხო, აგერ მერცი მოდის შედარებით მყარი მთავრობით. 2 წლიანი ვადა ჯერ კიდევ აქვს ბატონ მაკრონს, რომ ეს საერთო ევროპული იდეები გაატაროს. აქეთ სანჩესია და ასე შემდეგ. ხა ფიცო და ის კი არიან, რა ქვია, ორბანი მოწინააღმდეგები ამ პროცესის, მაგრამ აი ამ წუთას ნელ-ნელა ევროპა იღვიძებს სტრატეგიულად დამოუკიდებელი სუბიექტი თუ იქნება ევროპა. მერე ნახეთ აი ეს იგივე პალესტინა-ისრაელის კონფლიქტთან დაკავშირებითაც გაცილებით უფრო მკაფიო, დამოუკიდებელი და მყარი იქნება ევროპული პოზიცია. თუ ამერიკის საფინანსო ინსტიტუტებიდანაც დააღწევენ თავს. დააღწევენ, ნელ-ნელა დააღწევენ, იმიტომ რომ სუვერენიტეტის იდეა მაგ საფინანსო ინსტიტუტების კონტროლსაც გულისხმობს. იგივე ირანის საკითხი, ხო, ტრამპი რო არ მოსულიყო, ევროპა მზად იყო ირანთან მოლაპარაკებებისთვის. ევროპული კომპანიები უკვე მზად იყვნენ, რომ ირანთან ურთიერთობები დაეწყოთ. ირანი უკვე მზად იყო, რომ ეს თავისი ატომური პროგრამა შეესრულოს. გერმანული კომპანიები მზად იყვნენ იმისთვის, რომ ირანში ინვესტიციები ჩაედოთ. ხო, მხოლოდ სამოქალაქო მიზნებისთვის რომ დაედავებინათ ატომი. მაგრამ ტრამპის პირველი ვადის დროს ჩაიშალა ყველაფერი. არ იყო მაშინ დამოუკიდებელი აქტორი. თუ დამოუკიდებელი აქტორი იქნება, თა რაღაც სხვა როლს შეასრულებს. ხო, გესმით? იგივე ერაყის ომი.
ერაყის ომს ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დიდი ბრიტანეთის გარდა არ ემხრობოდნენ. იგივე პრეზიდენტი შირაკი, შროდერი, მთელი სილვიო ბერლუსკონი როგორც და სხვათა შორის მერკელიც წინააღმდეგი იყო, თქვათ, აი ამ ბირთვული უბრალოდ ირანთან ურთიერთობების, ესე ვთქვათ, გადახედვის, მაგრამ ზუსტად საფინანსო ინსტიტუტებით დააშანტაჟა ამერიკამ ეს გერმანული კორპორაციები და უბრალოდ სხვა გზა აღარ დაუტოვეს. კი ბატონო, ეგეც იყო, მაგრამ მეორეს მხრივ, აი ევროპა მაინც ემხრობა ხოლმე ნაკლებ ომს, ნაკლებ უბედურებას ახლო აღმოსავლეთში, იმიტომ რომ ევროპელებმა ყველაზე უკეთ იციან, რომ აი ეს დევნილთა ნაკადები და ტოლულთა ნაკადები პირველი მათ დააცხრებიან და მათ რაც მე ვესმა დააბრალა ევროპელებს თავიანთი დაწყებული ომებიდან წამოსული ნაკადები ევროპაში რო შევიდნენ. მაგაზე არავინ არ საუბრობს, აი წარმოუდგენელი უსამართლობა რო არსებობს აი ამ მიმართულებით, ხო, როცა ევროპელები იღებენ საკუთარ თავზე იმ ტვირთს, რომელიც წესით ამერიკელები იყო და ამერიკელების გამოწვეულია. ხო, ევროპელებსაც თავისი, ასე ვთქვათ, როლი აქვს თანამედროვე გლობალიზებულ ეკონომიკაში და ასე შემდეგ, მაგრამ ესეთი პირდაპირი ის არ აქვს. იგივე მაგალითად დღეს შეიძლება ეს ცოტა ისე ჟღერს არასერიოზულად, მაგრამ გავადრო და ამაზე მსჯელობები შედგება. ევროპა ცდილობდა ბოლომდე გაეტანა მინსკი 1 და მინსკი 2. ხო. და როგორმე მშვიდობა მოეტანა უკრაინისთვის და რაღაც დაებალანსებინა ამ რეგიონში თუნდაც რაღაც კომპრომისების ფასად, რომ აი ფედერაცია შექმნილიყო თქვათ უკრაინაში და იმ დონბასს რაღაცა ხმა ქონოდა და დღეს საერთოდ ყირიმის გადაცემას უჩიჩხინებს და რა როლი ქონდა მინსკის მოლაპარაკებების დროს, სადაც საფრანგეთი და გერმანიამ თავი მოიკლეს შეერთებულ შტატებს და რა გააკეთა იქ იმისთვის, რომ თქვათ აი ეს საკითხები ბოლომდე გასულიყო. და მოკლედ ისევ შეგვიძლია მივადგეთ დიდ ნოამ ჩომსკის და ვთქვათ, რომ აი ეს სუბორდინაციული დამოკიდებულება ყოველთვის არსებობდა ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის. ვასალი კონტინენტი. ხო, თლად ვასალი კონტინენტი არა, მაგრამ არსებობდა სუბორდინაცია. და ამან მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რომ როდესაც აი ამ სუბორდინაციის სათავეში მოდის ტრამპისნაირი ლიდერები, ევროპელები რჩებიან მარტო. აი ეხლაც ევროპის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეგ იქნება, რომ დარწმუნებული ვარ თითქმის, რომ ესე იგი ტრამპის პოლიტიკა ესეთია, რომ მოგებას თუ ვერ ნახავს რაიმე საკითხში, იქიდან გადის და იქ არ მონაწილეობს. უკრაინაში ის მოგებას ვერ ხედავს. უკრაინაში ის ძალას ვერ ხედავს, მოგება და ძალა. აი ამ ორ ერთეულს ძენს პატივს ტრამპი. ამას ვერ ხედავს ის. ამ ვითარებაში ის გადის. ხო, მინერალების შეთანხმებაც ეს არის, რომ ზაპოროჟიეს ამ ატომურ სადგურს ალბათ ჟარგონზე რო ვთქვა, დაითრევენ, ცდილობენ ყოველ შემთხვევაში. როგორც პოლიტიკური მხარდამჭერი უკრაინის გადის იქ. ეს ტვირთი თლიანად გადმოვა ევროპაზე და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ამ შემართების იმედი მაქვს, რომელიც აქვს ევროპის დღევანდელ ლიდერთა უმრავლესობას, რომლებიც აცნობიერებენ, რომ სხვა გზა დღეს არ აქვს გარდა თანამშრომლობისა. რამდენად იქნება ეს უკრაინის გადარჩენისთვის საკმარისი ეს მე არ ვიცი, მაგრამ მარტო უკრაინა არ დარჩება და ესე იგი უკრაინასთან ესეთი პირობებით არ ილაპარაკებს ევროპა, რომ აი ყირიმი დათმე, დონბასი დათმე, ეს ისინი დათმე, ხერსონი და ხო, მაგაზე თითქოს ყველა შეთანხმებულია, რომ უკრაინის კონსტიტუციას რაც ეწინააღმდეგება სუვერენიტეტს იმ პირობაზე უკრაინა არ უნდა წავიდეს და ამაში მგონი მხარს უჭერს. და ევროპელები ჯერ კიდევ რჩებიან რაღაცა იდეალების ერთგული, რომ არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე. ამერიკელები ამის წინააღმდეგ მიდიან და თვითონ რაღაც შემდეგ უყენებენ ხოლმე პირობებს უკრაინელებს, როცა რაღაცას მოილაპარაკებენ და რა თქმა უნდა პუტინიც სარგებლობს აი ამ ტრამპის პუტინს ეხლა როგორც არ უნდა გვეზიცხებოდეს ჩვენ სულელი არ არის და ტრამპზე 1000-ჯერ უფრო მეტად გამოცდილება და ტრამპის აი ამ თვისებებს აი მერკანტილიზმს რაღაცა იაფასიან საჯარო ეგომანიაკობას რო ეს სიყვარულება საკუთარი ეგომანიაკობის იქ პორტრეტი გაუგზავნა ხო მუტკოს გადასცა სადაც ეს გაკაწრული რო და როგორ ვიტკოფმა რა თქვა როგორ ლოცულობდა ეკლესიაში წავიდა ანუ იგებს რა იაფასიანი ხრიკებით იცის როგორ ელაპარაკოს ტრამპ. ეგო როგორ გაუბეროს.
მაგრამ აი იგივე ფრიდრიხ მერცი ამბობს რომ მე თან ამბობს წლებია რომ მე არ მაქვს პრობლემა ტაურუსის გადაცემის უკრაინისთვის. რადგან რუსეთმა თქვა რომ თუ ეგ მოხდება მივიჩნევთ რომ გერმანია ჩაერთო პირდაპირ ომში. ეს თქვეს, მაგრამ გერმანიას აქვს 1000 მეთოდი ამ ტაურუსის გადაცემის. ჯერ ჩეხოსლოვაკიას გადაცემს და ჩეხოსლოვაკია გადაცემს მას და ასე შემდეგ. ასე რომ მაგის სიგვერდი წავლის ამბები არის. ეს ლაპარაკიც რო იყო რომ სამშვიდობო ბრიტანეთის და საფრანგეთის სამშვიდობოებები უნდა ჩამდგარიყვნენ უკრაინაში და შემდეგ და განიხილავდნენ და საბოლოოდ მე ვერ შეთანხმდეთ ამაზე და იმედია უფრო ჯერჯერობით ხელშესახებ ყველაფერი ჰაერშია ხელშესახებ ცვლილებებს მივიღე. იმიტომ რომ ცვლილებები. აი ხო გახსოვთ, აი ესე იგი რომის იმპერია როდის დაიშალა, მაგრამ საღვთო რომის იმპერია როდემდე არსებობდა და ეს რაღაცა რომის მანტრა, რაღაც რომის წესრიგი არსებობს და რაღაცა მიდრეკილება ჰქონდა. ეხლა ჩვენთან რომის იმპერია დაიშალა, საღვთო რომის იმპერიაც იშლება თანამედროვე ეპოქის და რაღაც ახალი იბადება, ახალი წესრიგი, ახალი პარადიგმა და ესე მალე და სწრაფად და ეფექტურად არ წყდება. ისტორიისთვის ძალიან ცოტა დრო გადის რეალურად და ამიტომ მეორე მხრივ ისეთი რაღაც საშინელი ძალა რაც გლობალური ომის პარტია ართული ამისი დამარცხება. რა თქმა უნდა. Deep State. Deep State-ების და მისი რა ქვია, რომელიც ესე იგი რუსეთის მხარეს უფრო დიდია, ხო მართლა ომის პარტია ის ვინ ომობს, ხო ვთქვით თავიდანვე ჩვენ რომ ომის 1000 ფორმა არსებობს. ესე ვინ ომობს ბომბებით და ჭურვებით დაიბით ამ ეპოქაში, შუაგულ ევროპაში. მაგრამ ნუ სხვა გზა, სხვა ხედვა მათ არ აქვთ და რუსებს და ეს მარტივად 19 საუკუნის მეთოდებით წყვეტენ ყველაფერს. და ესე ვერ გაგრძელდება. მოკლედ დიდხანს 21 საუკუნის და 19 საუკუნის ატრიბუტებით ერთად ცხოვრება ვერ გადგება. ან დავრჩებით 19 საუკუნეში, ან რაღაც ახალი შეიქმნება. და ეს რაღაც ახალი იქნება, ესე იგი, ევროპა სხვებთან სუბორდინაციის გარეშე. ევროპა ამერიკასთანაც, ასეთ ამერიკასთანაც კონფლიქტში, რუსეთთანაც კონფლიქტში, ჩინეთთანაც კონფლიქტში და თანამშრომლობა მესამე სამყაროსა და ევროპას შორის ეს შეიძლება იყოს ღერძი, რომელსაც ჩვენთვის მემარცხენეებისთვის სასურველი მომავალი შეიძლება დაეშინოს. კი ბატონო, პრინციპში მადლობა. მადლობა საინტერესო საუბრისთვის და ჩვენ გავაგრძელებთ სხვა საკითხებს. ვაგრძელებთ ჩვენს ყოველკვირეულ მიმოხილვას. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი თემა ასევე იქნება უკრაინა, რუსეთისა და ამერიკის მოლაპარაკებები. ძალიან დატვირთული კვირა იყო. ვნახეთ, რომ ამერიკამ ახალი, ასე ვთქვათ, შეთავაზება გაუკეთა ორივე ქვეყანას და ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ და რაზეც უკრაინას ასევე ჰქონდა შენიშვნები და თქვა, რომ ის არ აღიარებდა ამ ყველაფერს, იყო ის, რომ ყირიმის ანექსია უნდა ეღიარებინა, რაც როგორც ბევრისთვის ცნობილია ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას და ზოგადად უკრაინელი ხალხის ნებას და ბრძოლას, ასე ვთქვათ და შესაბამისად მოლაპარაკებები, რომელიც ტრამპს იმედი ჰქონდა, რომ მისი პრეზიდენტობის 100 დღის ვადაში დასრულდებოდა, რა თქმა უნდა, ჩიხში არის შესული და ტრამპის მოლოდინები, რომ მთავარი დაბრკოლება იყო ზელენსკი, თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ რომ რეალური პრობლემა, რა თქმა უნდა, არის რუსეთი და მისი მისწრაფება, რომ უკრაინა როგორც სუვერენული სახელმწიფო არ არსებობდეს. მთავარი დაბრკოლება მაინც ზელენსკი გამოდის მისთვის, იმიტომ რომ ზელენსკია ის, ვინც მაგიდას უყირაობს ტრამპს და ხელს უშლის, რომ მის მიზანს მიაღწიოს ომის დასრულებას. დაახლოებით იმ მომენტიდან დავიწყოთ, რაზეც ჩვენ წინა მიმოხილვის ჩაწერის დროს გავჩერდით. ეს იყო, როცა უიტკოფი მიდიოდა პუტინთან მოსალაპარაკებლად. ის შეხვდა პუტინს სანქტ-პეტერბურგში, შეხვედრა გაგრძელდა საკმაო ხანს. იმ შეხვედრის მომენტში, რაზე ისაუბრეს, ეგეთი აშკარა არ ყოფილა. მერე უიტკოფი წავიდა თუ არ ვცდები Fox News-თან ინტერვიუში. მან პრინციპში გაამხილა ის, რაზეც ილაპარაკა პუტინთან და აგერ ვნახოთ რა სიძახის ამ სინქრონში. ეს სამშვიდობო შეთანხმება ეხება ეგრეთ წოდებულ 5 ტერიტორიას, მაგრამ ეს უფრო მეტიც არის. ესაა უსაფრთხოების პროტოკოლები, ესაა არა ნატო, ნატოს მეხუთე მუხლი. არის ძალიან ბევრი დეტალი, ჩახლართული ვითარებაა, საკმაოდ პრობლემური საკითხები ამ ორ ქვეყანას შორის. ვფიქრობ, ჩვენ რაღაცამდე უნდა მივიდეთ, რაც სოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. აი ამ ინტერვიუს შემდეგ ჩდება ეს 5 ტერიტორია, ფრაზა, რომელიც პრინციპში ნიშნავს ერთი მხრივ ყირიმს,
და მეორე მხრივ დროებით ოკუპირებულ 4 აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონს და უიტკოფი პირდაპირ ამბობს, რომ დაჟინებით ახსენებენ პუტინი და მისი გარემოცვა აი ამ 5 ტერიტორიას და ეს 5 ტერიტორია არის, ესე ვთქვათ, საჯილდაო ქვა და მთავარი გამსაზღვრელი აი ამ მოლაპარაკებებში. ზელენსკი მოპასუხა უიტკოფს ამაზე. რაც შეეხება ტერიტორიებს, უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და ყველა მის ტერიტორია ეკუთვნის უკრაინას. მას შესაბამისად, მხოლოდ უკრაინელ ხალხს შეუძლიათ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიებზე ლაპარაკი და თქვენ იცით, რომ ეს ჩვენთვის წითელი ხაზებია, რომ ვცნოთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ნაწილად. ისევ გავიმეორებ შესაბამის წარმომადგენლები, რომლებიც თქვენ ახსენეთ, ისეთ საკითხებს განიხილავენ, რაც მათი კომპეტენცია არ არის. ისიც არ გამოუვიდათ, რომ 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაეფორმებინათ და ეხლა დაიწყეს ანექსირებული ყირიმის აღიარებაზე საუბარი და რასთან გვაქვს საქმე, ცოტა ვერ ხვდები. თან ეს ყველაფერი ხდება, სანამ ჯერ პარიზის შეხვედრა გაიმართება და ლონდონის შეხვედრა და ამაზეც ვიტყვით ლონდონში რა მოხდა. ანუ ეს არის ესე ვთქვათ პრელუდია და მოსამზადებელი ეტაპი იმისა, მერე რაც უკვე სკდება სკანდალის სახით. ხო, თან აი ამ პერიოდში ტრამპი ამბობს, რომ მე მინდა შევაჩერო ადამიანის ყოლობები და ვფიქრობ, რომ ამას კარგად უმკლავდებით, ვფიქრობ, რომ ძალიან მალე კარგ სამშვიდობო წინადადებებს ვიხილავთ, იმის პარალელურად, როცა ბზობას ეს არის თუ არ ვცდებით 13 აპრილი იყო. სუმზე ხორციელდება სარაკეტო იერიში და იქ სალოცავად შეკრებილი ხალხი დაიღუპა. და პირდაპირ სამოქალაქოებს და ესე ვთქვათ მშვიდობიან მოსახლეობის დაბომბვას იწყებს რუსეთი, რაც მერე მთელი კვირის განმავლობაში გრძელდება, მაგრამ კიევზე და საბოლოო დაგვირგვინება ქონდა კიევზე თავდასხმას, რომლის კადრების ნახვა მართლა ძალიან რთული იყო. შემდეგ კითხვა ტრამპმა აღიარა, რომ ძალიან არ მოეწონა პუტინის ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ხო რა ვიცი, საერთოდ რაზე არის ლაპარაკი, ცოტა ვერ ვიგებ. რუსეთს ეს იყვარულება თან იმას ამბობს, რომ არ უნდა ამ კონფლიქტში თავის ფავორიტები ყავდეს და ამ შემდეგ, მაგრამ თან ვითომ ნეიტრალური საჯო. ხო, ვითომ ნეიტრალური იყოს, მაგრამ ხო თან ამას უტარებს და თან ყველაზე ამორალური ის იყო, რომ ამ შეთანხმებაში იყო საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირს უნდა მოეხსნა სანქციები. პარიზის მოლაპარაკებების დროს რეალურად სანქციები საბოლოო ჯამში თუ ვინმე უნდა მოხსნას, ეს თავარი ევროკავშირია და ევროკავშირმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, ანუ მხოლოდ ამერიკა სანქციების მოხსნის კონტექსტში ვერაფერი დიდი ვერ არის, შვება ვერ არის რუსეთისთვის. ოღონდ ამის პარალელურად თან საინტერესოა ჩვენ ვთქვით, რომ ზელენსკი, ესე ვთქვათ, წინა მიმოხილვაში რომ ვითხოვდა პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ამის შესახებ ტრამპს კითხვა დაუსვეს ოვალურ კაბინეტში და თან პარალელურად უკვე ეს დაბომბები დაწყებულია და ტერორისტული აქტები და აი ნახოთ რას პასუხობს ტრამპის ჟურნალისტს. შეცდომა იყო ამ ომის დაშვება. ბაიდენი და ზელენსკი რო კომპეტენტურები ყოფილიყვნენ და ნამდვილად არ ვიცი არის თუ არა ასეთი. მე მასთან საკმაოდ ცხარე კამათი მქონდა. აქ ის სულ უფრო და უფრო მეტს ითხოვდა, ეს ომი არასოდეს უნდა დაეშვათ. როცა აქ ვიყავი, პუტინი ამაზე ვერც კი იფიქრებდა, მაგრამ როგორც კი არჩევნები ჩატარდა, ეს ომი დაიწყო. ეს ომი არასოდეს არ უნდა დაგვეშვა და ბაიდენს ეს უნდა შეეჩერებინა და ზელენსკი შეეძლო შეეჩერებინა და პუტინს არასოდეს უნდა დაეწყო. ყველა დამნაშავე. არ ვიცი, მას ყოველთვის რაკეტების ყიდვა უნდა იცით, როდესაც ომს იწყებ, უნდა იცოდე, რომ ამ ომს მოიგებ, ხომ? შენ ომს არ იწყებ ვიღაცის წინააღმდეგ, ვინ შენზე 20 ჯერ დიდია და მე იმედი მაქვს, რომ ვიღაც რაკეტებს მომცემს. აი ამ პასუხიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი აზრით ომის წარმომწყები არის უკრაინა, ხო? ანუ საერთოდ გაუგებარი არის, ანუ თან ამბობს, რომ სამივეს ბრალია, ვთქვათ. თან ახსენებს პარალელურად ბაიდენს, ყირიმში ახსენებს ბარაკ ჰუსეინ ობამას. და თან იმას ამბობს, თან მთლიანად პასუხისმგებლობას თან უკრაინას აკისრებს, არ უნდა დაეწყო, მაგრამ თან ამერიკასაც ახსენებს, ხო? ხო, აგერ მიაყოლა მერე, მოდი ვთქვათ, რომ პუტინი პირველი დამნაშავეა, მაგრამ ბაიდენი წარმოდგენა არ ქონდა რა ჯანდაბას აკეთებდა, მეორე დამნაშავე ზელენსკია. ხო, პუტინს არც ერთ შემთხვევაში არ ახსენებს. ან თუ ახსენებს,
მხოლოდ აი როგორც თქვი, მაგალითად კიევზე თავდასხმის შემდეგ ახსენა, რომ თურმე არ მოეწონა ვლადიმირი როგორ. ხო და მაგ ვლადიმირში ვინ იგულისხმა კიდე, იმიტომ რომ საერთაშორისო მედიაში ბევრი იყო იმაზე საუბარი, რომ ვლადიმირი ზელენსკი იგულისხმა. არა, გასაკვირი. და შენ რო ამბობდი რომ ესე ვთქვათ არ მოეწონაო და დაგმო, აი ხა როგორ დაგმო, ეგეც ვნახოთ. გაქვთ რაიმე რეაქცია ბრძობას მომხდარდა ბომბაზე? ფიქრობ საშინელება, როგორც მითხრეს მათ შეცდომა მოუვიდათ, მაგრამ ფიქრობ საშინელი რა მოხდა? ფიქრობ მთელი ომი საშინელი, ეს ომი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ეს ქვეყანა ომს არ დაუშვებდა მე რომ პრეზიდენტი ყოფილიყავ. ეს ომის რიცხვილი. აქ რასაც ამბობს, ანუ შეცდომა მოუვიდათ. ხო, შემთხვევით. ხო, რაღაც შემთხვევითი აქტი იყო. კიევის დარტყმის მერე თავის განცხადებაში საერთოდ არ ახსენებს რუსეთს. იქ ანუ რუბიომ და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში იყო პირდაპირ რუსეთი ნახსენები და ეს საერთოდ ერიდება, რომ ესე ვთქვათ, პირდაპირ ხო რუსეთი დანაშაულოს და პაციფისტური მშვიდობის მტრედი შეგონებებით გამოდის, რომ ომი ცუდია და 5000 ჯარისკაცი კვდება, ეს ომი არ უნდა დაგვეშვა. ამას იმეორებს მანტრასავით მთელი კვირის განმავლობაში. ალ-ჯაზირაზე წავიკითხე მე რომ რუსეთში ეს 160,000 კაციანი მობილიზაცია რო გამოცხადა, იქ მთელი ამბებია და იმალებიან ეს რუსები და ესე ვთქვათ 18-დან 30 წლამდე არის ეს ფანჯარა. ამასაკის ხალხი მიყავთ და ჯანმრთელობის პრობლემა ვისაც აქვს, იმასაც კი იწოვენ, იმიტომ რომ ფიზიკურად რესურსი არ ყოფნით. მთელი ეს რიტორიკა რაზე მიდის, ხო, აი ტრამპის ერთ-ერთი ბოლო განცხადებაა, რომ ჟურნალისტი ეკითხება, რა დათმობაზე მიდის რუსეთი და რუსეთი მიდის იმ დათმობაზე, რომ უკრაინას არ იპყრობს მთლიანად. ახალი მობილიზაციები და ესე ვთქვათ, უკვე აბსოლუტურად ყველას გაწევა, იმაზე მიუთითებს, რომ თვითონ რუსეთსაც რესურსი არ აქვს და წინა მიმოხილვაშიც ვილაპარაკეთ, რა ტემპებით მიდის იქ ფრონტის ხაზთან ვითარება. როიტერი მაგაავრცელა ეს ინფორმაცია, რომ ესე ვთქვათ, კელოგი, უიტკოფი და რუბიო, ანუ ეს სამი ესე ვთქვათ, ტიპი უკრაინის წარმომადგენელი, რუსეთის წარმომადგენელი, ამერიკის ხო, უკრაინის წარმომადგენელი, ეს ახლო აღმოსავლეთის და სახდეპის დივანი, მათი პოზიციები იყო სხვადასხვა, რუბიო და კელოგი ემხრობოდნენ უფრო გამკაცრებას რუსეთთან პოლიტიკის და უიტკოფი არის ალბათ მთავარი ხო, სანქციების მოხსნაში მთავარი ლობისტი არის უიტკოფი, რომელიც შეყვარებულია მგონი. მოაჯადო პუტინით მისი პიროვნებით ისე ლაპარაკობს და იმდენჯერ სტუმრობს მოსკოვს, რომ კი, აი ეხლა იქნება კიდე თუ არ ვცდები შაბათს შემდეგი ვიზიტი. თუმცა მიუხედავად ამისა, ტრამპი კვლავ უიტკოფის პოზიციას იზიარებს, რომლის შეფასებითაც პუტინი მზად არის და მოწადინებულია სამშვიდობო შეთანხმებისთვის. ეს ჯერ კიდევ პარიზამდე არის. მეორე ამბავი აქ ისაა, რომ აი სუმიზე დარტყმა, თქვათ, კიევზე დარტყმა და მთელი ეს ამბავი პარალელურად ებმის იმას, როდესაც ტრამპი ზეწოლას ზრდის უკრაინაზე, როცა ისხლიტავს აბსოლუტურად ყველა ესე ვთქვათ მოთხოვნას და თხოვნას უკრაინული მხარის და თითქოს ამით რუსეთი ცდილობს, რომ შექმნას დამატებითი ზეწოლა უკვე უკრაინის მოსახლეობაზე, იმით რომ აგერ დევს შეთანხმების ფორმატი და პარალელურად ეს ხდება, რომ ბომბავენ და კლავენ. და ეწირება ხალხი. და ანუ ეს ესე ვთქვათ ძალიან სინქრონიზებული იყო ეს ყველაფერი. საინტერესო განცხადება ქონდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც თქვა, რომ ჩინეთს შეუძლია ამ ომის დასრულება და მხოლოდ მას შეუძლია მოკლედ რუსეთის კოლონიური ომის დასრულებაო, ესე თქვა რადოსლავ სიკორსკიმ და მეც პრინციპში ვეთანხმები. არის ჭეშმარიტების მარცვალი და რატო ახლა? ხო, ანუ უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთი რუსეთს აწვდის სხვადასხვა ტიპის შეიარაღებას და ხელს უწყობს სამხედრო სამრეწველო კომპლექსის მუშაობას. ეს სრულმასშტაბიანი შეჭრის 3 წლის განმავლობაში, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთი პირდაპირ ამხილა რუსეთის სამხედრო დახმარებაში. წინა მიმოხილვაში ვამბობდით, რომ ჩინელი ჯარისკაცები და ახლა უკვე ზელენსკიმ მიაბა, თქვათ, ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდება, რაც ისედაც ყველა მიცოდა ცხადია. და ზელენსკის თქმით, ბოლო სატელეფონო საუბარში ჩინეთის ლიდერი დამპირდა, რომ რუსეთს შეიარაღებას არ გადასცემდა, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ჩვენ სხვა სინამდვილოს ხედავთ, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები, ცუდი ფაქტები.
ხო, საბოლოოდ ისე გამოდის, რომ ამერიკა არარეალურ პირობებს უყენებს უკრაინას, სადაც რუსეთს არანაირი ვალდებულება არ ეკისრება, როგორც ტრამპის წარმომადგენლები ამბობენ და თვითონ ტრამპის ესე ვთქვათ, მოთმინების ფიალა ივსება, იმიტომ რომ ზელენსკი მაგიდას უყირავებს და რასთან გვაქვს საქმე, ცოტა ვერ ვიგებ, იმიტომ რომ ვიცი, უკრაინა არის სრულმასშტაბიან ომში და არა მოთმინება ეწურება ოპერაციაში და იქ ხალხი იღუპება და ასე შემდეგ და მოთმინება ეწურება ტრამპს და ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს, რომლებიც დიდად უკრაინის დახმარების წინააღმდეგებიც არ არიან. ხო და თან 105 მილიარდია ლაპარაკი და შეგვიძლია ისრაელზე გაწეული დახმარება დავითვალოთ და გაცილებით მეტი იქნება წლების განმავლობაში. 17 აპრილს უკვე უიტკოფი, რუბიო პარიზში მიდიან და ევროპელ ლიდერებს და უკრაინულ ესე ვთქვათ მხარეს თან აწყობენ მართავენ მოლაპარაკებებს. მერე უკვე ირკვევა რომ საერთაშორისო მედიის საშუალებით რომ აი ამ 17 აპრილის შეხვედრაზე პარიზში უკვე საუბარი მიდის იმ 4 ესე ვთქვათ რეგიონთან ხო ამ კონფლიქტის ხაზის საომარი ხაზის გაყინვაზე, კონფლიქტის გაყინვაზე და ყირიმის ანექსიაზე და ლონდონში შეხვედრა უნდა ყოფილიყო ის რა დროსაც მოისმენდნენ ამერიკელები ვთქვათ უკრაინის და ევროპელების პოზიციას რომ მერე მოსკოვში წასულიყო ეს წინადადება უკვე ესე ვთქვათ შესათანხმებლად. არ ვიცით ესე კონკრეტულად რაზე ილაპარაკეს, მაგრამ ფაქტია რომ რუბიო უკვე 18-ში გამოდის და ამბობს იმას რომ თუ შეთანხმება არ მოხდება, ყველაფერი მაგიდაზე დევს და თუ შეთანხმება არ მოხდება, ჩვენ გავეცლებითო და აი ვნახოთ ეს ინტერვიუ. არ ვაპირებთ ამ ცდილობის გაგრძელებას კვირეები და თვეები. ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა გადავწყვიტოთ და აქ დღეებს გულისხმობ, შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში. თუ ასეა, მაშინ ჩართულები ვიქნებით, თუ არა ჩვენ მოგვიწევს, ჩვენ სხვა პრიორიტეტები გვაქვს, რომელზეც უნდა ფოკუსირდეთ. პარიზის შეხვედრიდან გამოსული ამბობს, რომ დრო იწურება, ყველაფერი სახეზეა, რამდენიმე კვირა დარჩა იმისთვის, რომ დეტალები შეთანხმდეს. და ფაქტია რომ ისინი მიუხედავად იმისა რომ ზუსტად არ გახმაურებულა იმ მომენტში პარიზში რა ითქვა უკვე ტემპერატურას წევენ და ზეწოლა მიდის მთლიანად უკრაინაზე და უკრაინას პირდაპირ ეუბნებიან ამით რომ შენ ან ამაზე დათანხმდები ან ჩვენ გაგეცლებით და უკვე ეს ესე ვთქვათ ან ვართ და თანხმდებით ყველაფერზე ან გაგეცლებით ეს რიტორიკა იწყება და რატო ამბობ ამას მერე უკვე ტრამპი ზუსტად იგივეს იმეორებს რა და აი ვნახოთ ბარემ ტრამპის სინქრონიზ. თუ რაიმე მიზეზით რომელიმე მხარე გაართულებს ყველაფერს ჩვენ მას ვეტყვით. სულელი ხარ. თქვენ სულელები და საშინელი ხალხი ხართ. ჩვენ გვერდზე გავიწევით. მაგრამ იმედი მაქვს ეს ასე არ მოხდება. მარკო რუბიომ ზუსტად ეს თქვა. ჩვენ გვინდა რომ ეს დავასრულოთ და ვფიქრობ მე ვხედავ ამ ენთუზიაზმს. ამას ორივე მხარეს ვხედავ, მაგრამ ეს მალე გვეცოდინება. ფიქრობთ რომ რუსეთი გეთამაშებათ? არა, მე არავინ მეთამაშება. მე დახმარებას ვცდილობ. სხვადასხვა ეს ბაიდენის ომი იყო. ჩემი ჩართვით ისინი იტყვიან: "ო ტრამპი", მაგრამ ეს არ არის ტრამპის ომი. ეს არის ომი, რომელიც არასოდეს უნდა დაწყებულიყო. ხო, მარკო რუბიოზე ცოტა უკეთესი წარმოდგენა მქონდა, მაგრამ რაც დაინიშნა ამის პრინციპში ხა ტრამპის სახდებობას, რომ თანხმდები უკვე ისა რა ქვია, მაგრამ ცოტა უკეთესი წარმოდგენა მქონდა. 18-ში უკვე ბლუმბერგი ავრცელებდა ამ ინფოს, რა, რომ ამერიკა უკრაინას მშვიდობის დამყარების გეგმის ფარგლებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეამსუბუქებს. მოკავშირეებს წარუდგინა ამერიკამ წინადადება, რომელიც მიმართულია რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ, რაც ითვალისწინებს ესე ვთქვათ აი ამ გაყინვას ამ კონფლიქტის. როგორც ბლუმბერგს ევროპელმა მაღალჩინოსანმა უთხრა, ამერიკის გეგმის კონტურები პარიზში გამართული მოლაპარაკებების დროს იყო გაჟღერებული. ამ მოლაპარაკებებში ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სტივ უიტკოფი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის, ბრიტანეთის, უკრაინის ლიდერები მრჩევლები მონაწილეობდნენ. უკრაინული ტერიტორიების დათმობის, ესე ვთქვათ, საკითხი და ანექსიის აღიარება შეშფოთებას იწვევდა ევროპის ლიდერებშიც და ნუ ცხადია უკრაინულ მხარეშიც. და ესე იგი ფაქტია რომ იქვე ანუ ალბათ ამ პარიზის შეხვედრის დროს იყო უთანხმოება და მერე უკვე თავს იზღვევდნენ იმით რომ
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ახლა უკრაინამ თქვა უარი. უკვე მე 19 აპრილს ეს პუტინის წინადადება რომ მოდი სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა დავაანონსოთო, მაგრამ ეგეც რა თქმა უნდა დაიღო. შესრულდა. სხვათა შორის ევროპელი ლიდერებიც გამოეხმაურნენ. კი, აი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, ეს უბრალოდ იყო მარკეტინგული ხრიკი, თვალის ასახვევი პუტინისგან, რომ ტრამპის ბრაზი და მოთმინება არ დაეტესტა კიდევ ერთხელ. ხო, კაია კალასმას თქვა, რომ სააღდგომო ზავის შესახებ რომ რუსებმა არ დაიცვეს ის და დაარღვიეს და მოკლედ ისინი აღიარებენ ყირიმის როგორც უკრაინის ნაწილად. ისიც საინტერესოა, რა წერდა სხვადასხვა გამოცემა, თქვათ აი ამ რუბიოს კომენტარზე, რუბიოს და ტრამპის კომენტარი პრინციპში ერთი და იგივე იყო. ცალსახაა, რომ ტრამპი კარგავს მოთმინებას პუტინის მიმართ, აქსიოსი წერდა და თეთრმა სახლმა ცეცხლის შეწყვეტაზე დასათანხმებლად კრემლსვა და აპრილის ბოლომდე მისაო, ანუ ესე ვთქვათ, აქსიოსის აზრით გამოდის, რომ ეს ყველაფერი იყო მოსკოვზე ზეწოლა და არა უკრაინაზე. ხო, თან ეს 30 აპრილამდე შეთანხმება იმიტომ უნდა, რომ ეს თქვას, რომ პირველ 100 დღეში დავასრულე, მაგრამ რანაირად ეს ჩაშლილი მოლაპარაკება, არ აქვს მაგის პოტენციალი, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ. არიან კომენტატორები, რომლებიც საერთოდ განსხვავებულ რამეს ამბობენ პრინციპში, რასაც ალბათ მე და შენს დავეთანხმებით, რომ უპირველესად ეს იყო კიევზე გაზრდილი წნეხი, მთლიანი განცხადების მოსმენით იქნება შთაბეჭდილება, რომ მან პარიზში უკრაინას წარუდგინა შეთანხმების პროექტი, რომელსაც საბოლოოდ გადაწყვეტილების მისაღებად ის კიევში ზელენსკისთან ჩააქვს. ამგვარად მოლაპარაკებებზე უარის მუხარა პირველ რიგში სწორედ უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული იაროსლავ ტროფიმოვი არის ეგეთი კომენტატორი და მისი განცხადება. გერმანელები ამბობენ, რომ ამერიკა უკვე გავიდა მოლაპარაკებებიდან, ევროპელებს და სხვა დასავლელ მოკავშირეებს მოუწევთ ცალ-ცალკე იმოქმედონ. უკრაინულ ინსაიდერებში წავიკითხე, რომ ანუ ამერიკამ ფაქტობრივად დატოვა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი. კიდე ერთი თვალის ასახვევი ხრიკი მოყვა ამ ყველაფერს შემდეგ 21 აპრილს უკვე პუტინისგან, რომელმაც თქვა, რომ ერთ-ერთ რუსულ ტელევიზიაში ორშაბათს რომ მე მაქვს პოზიტიური დამოკიდებულება ყოველგვარი სამშვიდობო ინიციატივისადმი და ვიმეორებდნობ, რომ კიევიც იგივეს ფიქრობს და თქვა, რომ შესაძლებელიაო და მიანიშნა, რომ შესაძლებელია პირდაპირი მოლაპარაკებები უკვე ჩვენსა და კიევს შორისო, რაც 2022 წლის მერე ვიცით, რომ აღარ მომხდარა. მაგრამ ამაზე ზელენსკის პასუხი იყო, რომ ჯერ უპირობო ცეცხლის შეწყვეტა 30 დღით და შემდეგ სხვა ნებისმიერი რამ. ტრამპის ადმინისტრაცია და მოლაპარაკებლებმა, ასე ვთქვათ, ისიც ვერ მოახერხეს, რომ რუსეთი დაეთანხმებინათ იმაზე, რომ 30 დღით ცეცხლის შეეწყვიტათ და საბოლოო ცეცხლის შეწყვეტაზე, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ლაპარაკი რანაირად შეიძლება ამ ფონზე მიმდინარეობდეს, ცოტა გაუგებარია. ზუსტად გამოცხადდა ის ერთგვერდიანი დოკუმენტი, რაც პარიზში დაუდეს, ესე ვთქვათ, 17 აპრილს ამ მოლაპარაკებლებს და რა იყო მოკლედ ეს, ანუ ერთი მხრივ რას იღებს რუსეთი ტრამპის წინადადებით და მეორე მხრივ უკრაინა. შეერთებული შტატების მიერ ყირიმის დე იურე რუსეთის ტერიტორიად აღიარება. დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქების ოკუპირებული ნაწილების დე-ფაქტო აღიარება, ანუ ყირიმი უნდა მისცენ იურიდიულად და ეს უბრალოდ გაიყინება. ოფიციალურ დაპირებას, რომ უკრაინა არ გახდება ნატოს წევრი, ამასთანავე დოკუმენტში დაკონკრეტებულია, რომ უკრაინას შეუძლია გაწევრიანდეს ევროკავშირში. და შეერთებული შტატების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციის გაუქმებაზეც. ხო, სანქციის გაუქმება 2014 წლიდან რაც იყო გაძლიერებული ეკონომიკური თანამშრომლობა. ეხლა რას იღებს უკრაინა? უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებს, მათ შორის ევროპელი და მსურველი არაევროპული ქვეყნების მონაწილეობით სამშვიდობო კონტინგენტის განლაგებას, ოღონდ თავიდან ვთქვათ, რომ უსაფრთხოების გარანტიებში ამერიკა არანაირ მონაწილეობას არ მიიღებს. ეგ ცხადი იყო. რუსეთის მიერ ოკუპირებული ხარკოვის ოლქის მცირე ნაწილს შეუზღუდავენ აუცნობის უფლებას მდინარე დნეპრზე, ასევე კომპენსაციას და დახმარებას ქვეყნის რეკონსტრუქციაში, თუმცა აქაც არ არის დაკონკრეტებული საიდან წამოვა თანხი. ვინ უნდა დააფინანსოს? ამერიკიდან რო არ წამოვა, მაგას არ ჭირდება ბევრი ამბავი. და ამ შეთანხმებაში თუ არ ვსვები ეს მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერაც თუ არ იყო? კი, დოკუმენტში ასევე ნახსენებია შეთანხმება იშვიათი მინერალების მოპოვების შესახებ, რომელსაც ამერიკელი პრეზიდენტის თქმით ხელი უნდა მოწეროდა 24 აპრილს.
და ეს ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურს უკრაინა წარმოიღებს, მაგრამ შტატების კონტროლის ქვეშ გადავა და მერე რუსეთი და შტატები გაინაწილებენ სარგებელს. ეს ესეც შეთავაზება იყო, მაგრამ მერე მოუწია ამერიკას დათმობებზე წასვლა. იმიტომ რომ შეიცვალა მაინც ეს დოკუმენტი გარკვეულწილად. ამ ყველაფრის შემდეგ ზელენსკისგან აბსოლუტურად პირდაპირ უარი მიიღეს იმაზე, რომ არანაირი ყირიმის ესე ვთქვათ აღიარება არ მოხდება. ეს ჩვენ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და როგორც შეთქვი, ხო, უკრაინელი ხალხის ნებას და არ შედის ეს მათ კომპეტენციაში, რომ ვთქვათ, უიტკოფ მან ვინმე გადაწყვიტოს ეს ამბავი. რას ამბობდა ტრამპი აი ამ ზელენსკის ესე ვთქვათ უარის მერე, ხო, როცა მათ თქვა, რომ უკრაინა არ აღიარებს არანაირად ყირიმის ანექსიას. დიახ, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა ტერიტორიაზე საუბარი. ჩვენ ყველაფერს საუკეთესოდ გავაკეთებთ. რაც შეგვიძლია უკრაინასთან ერთად ვიმუშავებთ, მაგრამ მათ უკვე ბევრი ტერიტორია დაკარგეს. როდესაც თქვენ ამბობთ ყირიმი რუსეთს გადასცა პრეზიდენტმა სახელად ბარაკ ჰუსეინ ობამამ. ეს იყო 11 წლის წინ, ამას ჩემთან კავშირი არ აქვს. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, არ ყოფილა ბრძოლა, უბრალოდ გადასცეს. ახლა ამბობენ, რომ შეიძლება დაიბრუნონ. ვფიქრობ, ყირიმის დაბრუნება ძალიან რთული იქნება. ეს 24 აპრილის განცხადება, მაგრამ იქამდე საბოლოო ჯამში ტრამპა ამაზე უკვე ილაპარაკა, ობამაში აწმინდა ყველა ხელები. ზელენსკის წამხეზებლური განცხადებები ართულებს ამ ომის მოგვარებას, მას არაფერი აქვს სატრაბახო, ვითარება უკრაინისთვის სავალალოა, მას შეუძლია კონდეს მშვიდობა, ან შეუძლია იბრძოლოს კიდევ 3 წელი, ვიდრე მთელ ქვეყანას დაკარგავს. მე რუსეთთან არავითარი ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ მაქვს სურვილი გადავარჩინოს საშუალოდ 5000-მდე რუსი და უკრაინელი სამხედრო ყოველკვირეულად, რომლებიც უმიზეზოდ იღუპებიან. ხო, ანუ მოკლედ ამით ზელენსკის ის უთხრა, რომ შენ თუ საბოლოო ჯამში არ მოდიხარ ამაზე, შეგიძლია გაახანგრძლიო ომი, შეგიძლია კარგო ჯარისკაცები, ყირიმი მაინც არ იქნება საბოლოო ჯამში, ამიტომ დეგურედაც აღიარა. თუნდაც ყირიმის დაბრუნება ებრძოლათ და დაიბრუნებდნენ და ეხლა ფაქტობრივად შეუძლებელია. მაგრამ ხო, როგორც დასაწყისში ვთქვი, უკრაინა ფიზიკურად არ შეუძლია თავის კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდეს და ყირიმი აღიაროს, იმიტომ რომ ეს კონსტიტუციაში უწერია, რომ ყირიმი მისი ნაწილია და ამერიკა ვერ აიძულებს უკრაინელ ხალხს, რომ ეს გააკეთოს და ისედაც ეხლა ძალიან არარეალური შეთავაზება იმ 4 ოლქის გაყინვაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც მომენტში რუსეთი მოინდომებს, რომ იმათი აღიარებას მოხდეს ახლა. კი. აქ ლონდონი ვახსენეთ რამდენიმეჯერ და ლონდონში, ესე ვთქვათ, უნდა ჩასულიყვნენ უიტკოფი, კელოგი და რუბიო. რუბიომ უარი განაცხადა. და რაღაც ლოჯისტიკური მიზეზებით ახსნეს და მოკლედ მარტო კელოგი ჩავიდა. უნდა შეხვედროდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები და ის ვთქვათ დიპლომატიურმა დონემ დაიწია და შეხვდნენ რაღაც თანაშემწეები და წარმომადგენლები და კელოგი და ესე ვთქვათ უკრაინული მხარე შეხვდნენ ერთმანეთს და ზოგადად გაცვალეს პოზიციები. თუმცა აი ამ ლონდონის შეხვედრის ესე ვთქვათ შემდეგ ვრცელდება ესეთი განცხადებები, ხო ერთი რუბიოს განცხადება, რომ მშვიდობა ამ ეტაპზე შეუძლებელია და აი ნახოთ ეს სინქრონი. არ ვიცი რამდენად მოხდება კვირის ბოლომდე ვიმედოვნებ შევძლებთ რამის სწრაფად მიღწევას. რადგან მას არ გააჩნია სამხედრო მოგვარება, არ არსებობს ამ ომის სამხედრო მოგვარება, გულწრფელები უნდა ვიყოთ. რუსეთი არ აპირებს უბრალოდ მიადგეს უკრაინას და მთლიანად დაიკავოს ქვეყანა და არც უკრაინა აპირებს მიაწვეს მათ და დაახევინოს 2014 წლამდე პოზიციებამდე. ასე რომ ვიტყოდი, რაშიც ახლა ვართ ჩართულები არის იმის გაგება, რა არის რუსეთის პოზიცია. ახლა უკეთესად გვესმის, რადგან ჩვენ მათ რეალურად დაველაპარაკეთ 3 წლიანი ულაპარაკობის შემდეგ. და გავიგოთ რა არის უკრაინის პოზიცია, გავარკვიოთ ეს ტიპები რამდენად ახლოს არიან ერთმანეთთან, ვინაიდან თუ კი ისინი სრულიად განსხვავებულ საფოსტო ინდექსზე იმყოფებიან, მაშინ შეიძლება მოგვიწვიოს დავასკვნათ, რომ ისინი იმდენად დაშორებულები არიან ერთმანეთს ამ ეტაპზე, რომ მშვიდობა შეუძლებელია. და მეორე მხრივ კიდე JD Vance-იც ალაპარაკდა ამ ამბავზე, ეს ლონდონის შეხვედრამდე იყო, მაგრამ ხო ანუ ლონდონის შეხვედრა საერთოდ არაფერში არ წერია, ანუ არ შეუცვლია არანაირად რაღაცა ტემპი და პროცესი აი ამ მოლაპარაკებებში. უბრალოდ ესე ვთქვათ, ამ შეხვედრის მიღმა კეთდებოდა განცხადებები და გადაძახილები, ესე რომ ვთქვათ და Vance-მაც აგერ კიდევ ერთხელ გაუსვა იმას ხაზი, რომ ან იქნება ტერიტორიების გაცვლა და ეს ხელის გულზედევს და ეს შეთავაზება არის, ან კიდე ვერ მოგვარდება ეს პროცესი.
ჩვენ რუსებს და უკრაინელებს ძალიან გასაგებ წინადადების შევთავაზეთ. ახლა დროა რომ მათ თქვან, დიახ, ან ამერიკის შეერთებული შტატები დატოვებს ამ პროცესს. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ დიპლომატიურ სამუშაოზე. ჩვენ ვცადეთ გაგვეგო უკრაინისა და რუსეთის პერსპექტივები. ვცადეთ გაგვეგო რა აწუხებთ უკრაინელებს, რა აწუხებთ რუსებს. და ვფიქრობ, რომ ძალიან სამართლიანი შეთავაზება გავაკეთეთ. ჩვენ ვნახავთ ევროპელებს და უკრაინელებს, რუსებთან ერთად შეუძლიათ თუ არა დაასრულონ ეს ომი. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვფიქრობ, ყველა კარგი განზრახვით არის მოლაპარაკებებში ჩართული, მაგრამ ახლა დროა შეიძლება არა ბოლო ნაბიჯების, მაგრამ ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯების გაკეთების. დროსაც ზოგად დონეზე მხარეები ამბობენ, რომ შეწყვეტენ ხოცვა-ჟლეტას, რომ გაყინავენ ტერიტორიულ ხაზებს იმ დონეზე, რაზეც ახლა არიან და რომ საქმეში ჩართავენ ხანგრძლივ დიპლომატიას. რაც შემდეგ ხანგრძლივი მშვიდობისკენ გაგვიწყება. რუსეთმაც და უკრაინამაც ტერიტორიების ნაწილი უნდა დათმონ. ის ტერიტორიები, რომლებსაც ისინი ამჟამად ფლობენ, მათ რაღაც ტერიტორიული გაცვლები ექნებათ. ვერ ვიტყვი ზუსტ საზღვრებს, მაგრამ ჩვენ ხოცვა-ჟლეტვის გაჩერება გვინდა. ამის ერთ-ერთი გზა კი არის, რომ არმიებმა იარაღი დაყარონ, გაყინონ ის, რაც ახლა არის და იფიქრონ იმაზე, რომ ააშენონ უკეთესი უკრაინა და უკეთესი რუსეთი. ჩვენ სწორედ ამაში ვდებთ ძალისხმევას. იმედი გვაქვს რუსეთი და უკრაინაც დაფთანხმდებიან. ისიც ვრცელდებოდა საერთაშორისო მედიაში, რომ თითქოს რუსები თქვათ შეელევიან ამ 4 რეგიონს და აღარ მოითხოვენ, ესე ვთქვათ, ამის წაღებას, ამ კონფლიქტი გაიყინება. უბრალოდ პრეტენზია იქნებოდა მხოლოდ ყირიმზე, მაგრამ ამაზე პესკოვმა უპასუხა მერე კრემლის პრესსპიკერმა, რომ ეს 4-ვე რეგიონი რუსეთის კონსტიტუციით, რუსეთის ტერიტორია, ეს სისულელეა, ფეიკია და ჩვენ საბოლოო ჯამში არ განვიხილავთ რაიმე სხვა შემოთავაზებას გარდა იმისა, რომელიც იმ ძირეულ, ასე ვთქვათ, მიზეზებს არ ამოძირკავს და ეს ძირეული მიზეზები არის აგერ ნახევარი უკრაინის ფაქტიურად ჩაბარება რუსეთს. ხო, საინტერესო განცხადება ქონდა თეთრი სახლის პრესსპიკერს კეროლაინ ლევიტს, რომელმაც ასევე ზელენსკი დაადანაშაულა, რომ არასწორი მიმართულებით მიდიოდა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და ტრამპი არ ითხოვს უკრაინისგან ყირიმის აღიარებას, არავის არ უთხოვია მათთვის ამის გაკეთება. ის თხოვს მათ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან იმის აღიარებით, რომ ეს სასტიკი ომი ძალიან დიდხანს გრძელდება და რომ კარგი შემთხვევებისთვის ორივე მხარე უნდა ადგეს მაგიდიდან ოდნავ უკმაყოფილო. ეს სამშვიდობო მოლაპარაკებები არის ის, რომ ის წყლა და ომი და სასტიკი ომი უნდა დასრულდეს და ხო ძალიან აუბრალოებენ მოკლედ ამ პროცესს და უკრაინის მსხვერპლს და ასე შემდეგ და საუბრობენ მაგალითად იმას, რომ ამერიკელმა გადასახადების გადამხდელებმა ამ ცდილობაში მილიარდობით დოლარი გადაიხადეს და ეს საკმარისია უკვე ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს. პრეზიდენტი ტრამპი იმედგაცრუებულია, მისი მოთმინება უკვე იწურება. ანუ საერთოდ უკრაინელ ხალხს საერთოდ წაართვეს სიცოცხლის უფლება და თავიანთი რაღაც აგენტო. ხო, ერთი ისაა, რომ თქვათ Financial Times-ი წერდა თუ არ ვცდები, რომ ეს აშშ რუსეთს უკიჟინებს და მოითხოვს მათგან, რომ უკრაინას საკუთარი შეიარაღებული ძალები და თავდაცვითი მრეწველობა შეინარჩუნონ. ხო, უკრაინის დემილიტარიზაციის წინააღმდეგია მოკლედ ტრამპი. ხო, და ეს არის ერთ-ერთი პოზიცია, რასაც იცავენ. აი, როგორ გაგრძელდება მაგის რაღაც კონტურებს იძლევა ზელენსკის სამხრეთ აფრიკაში ჩასვლა და იქ ლაპარაკობს იმაზე, რომ მან ახალი შეთანხმება, ესე ვთქვათ, შეთავაზება გაუკეთა ტრამპს. ვერ ვხედავ რაიმე ძლიერ ზეწოლას რუსეთზე, ვერც ახალი სანქციების პაკეტებს რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ. თუმცა ძალიან იმედიანად ვართ ყოველგვარი საყდურების, ემოციების და დაძრახვის გარეშე. ჩვენ ძალიან პირდაპირ ვლაპარაკობთ, ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთზე დიდი ზეწოლით შევძლებთ პოზიციები დავაახლოვოთ. თუ კი ასე გსურთ. ჩვენ ახლოს ვართ და ის ფაქტი, რომ უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან ტერორისტებთან, ვინც ეს ყველაფერი ჩვენ მიწაზე მოაწყვეს, უკვე დიდი დათმობაა. და რუსეთს ესმის, რომ უკრაინა იბრძვის იცავს თავისუფლებებს და სწორედ ამიტომ მის ზეწოლას ჩვენს ხალხს ახორციელებს, ისევე როგორც ამერიკაზე. სწორედ ამას უკავშირებთ დღევანდელ სარაკეტო დარტყმებსაც. ჩვენმა გუნდმა ევროპულმა მხარემ და ამერიკის წარმომადგენლებმა კონსტრუქციულად ისაუბრეს და შესაბამისი პუნქტები ქაღალდზე აისახა. ამერიკის შეერთებული შტატების შემოთავაზების შემდეგ სხვა შეთავაზებიც გამოჩნდა და მჯერა, რომ ეს ფორმატი, ეს დოკუმენტები პრეზიდენტ ტრამპის მაგიდაზე დევს. ყველაფერი ის, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს, ან ჩვენს კონსტიტუციას, შეთანხმებაში ვერ იქნება.
ტელეგრაფის ინფორმაციაა ეს 5 პუნქტი, რაც აი ამ ლონდონში, ესე ვთქვათ, შეათანხმა უკრაინულმა მხარემ დანარჩენებთან და რაც მოხვდა, როგორც ზელენსკი ამბობს, ტრამპის მაგიდაზე. ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უნდა ეყრდნობოდეს საერთაშორისო სამართალს და არა კაპიტულაციას. მნიშვნელოვანი არსებობდეს კაფეო უსაფრთხოების გარანტიები, როგორც ნებისმიერი მომავალი სამშვიდობო შეთანხმების ფასად, რომლის ფარგლებშიც უკრაინა თუნდაც დროებით დათმობს რუსეთის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებს. მესამე პუნქტი წარმოადგენს თელობას, რომ მოლაპარაკებების კონტროლი ჩამოერთვას ტრამპს და უკრაინა კვლავ სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის ცენტრში დაბრუნდეს. პუნქტი მეოთხე ავთილებს ამერიკას და ნატოს, რომ რუსეთისთვის ყირიმის კონტროლის ნებართვა მისცემს მას შესაძლებლობას მომავალში საფრთხე შეუქმნას არამხოლოდ უკრაინას, არამედ ჩაუძღვის მოკავშირეებს თურქეთს, რუმინეთსა და ბულგარეთსაც. მეხუთე პუნქტში ნათქვამია, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა გამოიყენოს შეთანხმება უკრაინის შეიარაღებული ძალების ან მისი თავდაცვითი მრეწველობის შეზღუდვისთვის. ისე აი მეორე მხრივ ყირიმის აღიარება რას ნიშნავს, რომ ანუ აგრესორს შენ უფლებას აძლევ რომ ანუ მე საერთაშორისო ხო დაპრობითი ომი აწარმოოს და მე საერთაშორისო საზოგადოებამაც აღიაროს ძალით მოპოვება. მაგას აკეთებს. ანუ მე მაგას ვამბობ, თუ ახლა ყირიმს აღიარებენ, შემდეგ იმ 4 გაყინული ტერიტორიის აღიარებაზეც ექნება პრეტენზია და რა თქმა უნდა ექნება და ანუ ესე ნელ-ნელა მიიტაცებს ამ უკრაინის ტერიტორიებს და თან მუდმივად იმის შიში იქნება, რომ უკრაინას თავს დაესხოს. მაგალითად ბალტიის პირეთის ქვეყნები ამერიკის შეერთებულ შტატებს აღიარებული არ ქონდა 40-იანი წლებიდან 90 წლის ჩათვლით, ანუ ცივი ომის დასრულებამდე. მთელი ის 50 წლიანი ფანჯარა ბალტიის პირეთი, ანუ სახელმწიფო დეპარტამენტის რუკებზე, ანუ ოფიციალურ რუკებზე იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოები. და ეგ იყო მთელი ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დროინდელი რაღაც მსოფლიო წესრიგი, რომ საზღვრები ხელშეუხებელია, აგრესორი უნდა იყოს დაგმობილი. ახლა ზელენსკი ახსენებს ზუსტად ტრამპს თავისი პირველი ვადისას, ესე ვთქვათ, მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ყირიმი არ უნდა იყოს აღიარებული და ეს პომპეო რა ხელშეკრულებაზეც აწერს ხელს, ხო? და საერთაშორისო სამართალი თუ საერთოდ მართლა ეგეთი რაღაცა არსებობს ბუნებაში, გამოდის რომ ფორმალურადაც აღარ არის რა. ტრამპი და ტრამპის ახალგაზრდა ადმინისტრაცია საერთოდ ყველანაირ პასუხისმგებლობაზე და ყველანაირ კანონზე და შემდეგ უარს ამბობენ და იმას აკეთებენ, რაც აწყობთ და რაც უნდათ. და შენ ამბობდი გონი ჩაწერამდე რომ ეგ თვითონაც აწყობს ამერიკის ამ ტრამპის ადმინისტრაციას, თქვა გრენლანდიასთან და არ ვიცი, კანადასთან და კი. პრინციპში თვითონაც ხო სუვერენულ სახელმწიფოებს ესხმის თავს და ეუბნება რომ თუ ამას არ გააკეთებ და დაგიპყრობ და ხო. ჯერ რიტორიკულ დონეზე, მაგრამ ფაქტია რომ რაღაც პლასტარმი მზადდება იმისთვის რომ ანუ იმპერიებმა ჩაიჯიბონ ნებისმიერი ის ერი სახელმწიფო, რომელიც მათ სამიზნეში მოხვდება და მერე დანარჩენმა მსოფლიომ კიდე აღიაროს ეს, ხო? ანუ ეგ უკვე არის მართლა რაღაც მე-19 საუკუნის წესრიგი. ბლუმბერგი აგერ იმას აწერს, რომ უკვე ემზადება უკრაინა იმისთვის, რომ ვთქვათ, დამოუკიდებლად ამერიკა ჩაუხსნის მოკლედ ყველანაირ დახმარებას. ჩაიხსნება ისე როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გავა. ხო, სხვათა შორის ის ითქვა, რომ ეხა პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბევრი ზელენსკის აპირებს ჩასვლას და ბევრი ლიდერი და იქ თუ შეხვდებიან. ხო, იქ შეიძლება მოხდეს გადაკვეთა და ზელენსკიმ გამოთქვა მსაუბრა, რომ თუ ტრამპი ჩავა და მე მგონი ჩადის, შეიძლება რაღაც მომენტში გადაიკვეთა. იმ კვირაში პაპის გარდაიცვალა და საინტერესო პიროვნება იყო ზოგადად. პირველი სამხრეთ ამერიკელი მეთაური იყო და 2013 წელს აირჩიეს, როცა ბენედიქტე მე-16 გადადგა. ესეც ისტორიული მომენტი იყო. ეს პაპი ალბათ ბევრისთვის იმითაც არის ცნობილი, რომ მემარცხენე შეხედულებებით გამოირჩეოდა, აკრიტიკებდა ნეოლიბერალიზმს, კაპიტალიზმს, ხშირად დაგმო გენოციდი ღაზაში და ბევრი ჩაგრული ადამიანის მხარეს გამოდიოდა, თუმცა ეხლა ტენდენცია ისეთია, რომ შეიძლება მემარჯვენე პაპი თუ ხო ბენედიქტე იყო იმით,
რომ ძალიან კონსერვატორი და შემდეგ იყო ფრანცისკე, რომელიც მემარცხენე წიაღიდან მოდის, ძალიან ისე პროგრესულ პაპად ითვლებოდა. თუმცა პლატფორმა Red-მა მას ძველი ცოდვები გაუსენა, ასე ვთქვათ და მაგალითად ის როცა 70-იან წლებში მას ჰქონდა კოლაბორაცია, ასე ვთქვათ, ფაშისტურ სამხედრო დიქტატურასთან იქ არგენტინაში და იმ პერიოდში ის იეზუიტთა მისიის ხელმძღვანელი იყო ქვეყანაში და არ გამოთქვამდა პროტესტს რეჟიმის წინააღმდეგ და ერთ-ერთ ცნობილ შემთხვევაში ითანამშრომლა მართთან მემარცხენე ღვთლების დევნის საქმეში და ეს ორი მღვდელი იყო მათ ზედმეტსახელად ეძახდნენ ღარიბების ღვთლებს და ისინი ღარიბებს ეხმარებოდნენ ბუენოს-აირესის სამხრეთით 70-იან წლებში და 1976 წელს ისინი დააპატიმრა და აწამა დიქტატურამ მათი ქმედებების გამოგონილი ქმედებების გამო და ფრანცისკემ ოფიციალურად მოუხსნა იეზუიტთა დაცვა ამ ორ მღვდელს და რამაც მას საშუალება მისცა რომ ისინი დაეპატიმრებიან. მოკლედ ძალიან საინტერესო ადამიანია და ვნახოთ ჩემთვის უფრო პოლიტიკურად უფრო საინტერესოა ეს პროცესები და ვნახოთ როგორ პაპს აირჩევენ, იმიტომ რომ ხო, როგორც უკვე ვთქვი, მიუხედავად იმისა, რომ მისი საკმაოდ კონტროვერსიული წარსულის მიუხედავად ფრანცისკეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა ჰქონდა, თუნდაც გენოციდის დაგმობის კუთხით. მსგავსი საკითხები საერთოდ ეკლესიაში კი არა, პოლიტიკაში არის მისწევენ ლევანთან საუბრის დროს აღნიშნეთ და ამიტომ მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომ ისაუბრო. საინტერესო და დაზაბული სიტუაცია წარმოიშვა პაკისტანსა და ინდოეთს შორის 22 აპრილს ინდოეთში ჯამუ და ქაშმირის რეგიონში საკურორტო ქალაქ ბაჰალგამში ისტორიაში ყველაზე დიდი და მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და ტყის მასივებიდან გამოსულმა ტერორისტებმა, როგორც ინდური მხარე უწოდებს, ცეცხლი გაუხსნეს დამსვენებლებს, რასაც 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და 100 ადამიანი დაშავდა. ამის შემდეგ ინდოეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, გაძლიერდა საპოლიციო ზომები და ჯამუ და ქაშმირის რეგიონში განლაგდა დამატებითი უსაფრთხოების ძალები. ამ თავდასხმიდან მალევე ნარენდრა მოდიმ საუდის არაბეთში მიმდინარე ვიზიტი შეწყვიტა და ინდოეთში დაბრუნდა და ამის შემდეგ ინდოეთმა ოფიციალურად თქვა, რომ ისინი პაკისტანს ადანაშაულებდნენ ამ ტერორისტულ თავდასხმაში და რა თქმა უნდა მოხდარი დაგმეს მსოფლიო ლიდერებმა. ამის პარალელურად ინდოეთში მიმდინარეობდა პაკისტანის წინააღმდეგ აქციები, რომ ისინი ბრალსდებდნენ მათ ამ ტერორისტების ხარდაჭერასა და ინდოეთის თავდასხმაში. მთელი კვირის განმავლობაში მოკლედ მატულობდა დაზაბულობა ინდოეთსა და პაკისტანს შორის, სადაც ერთი მხრივ ინდოეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა პაკისტანელი დიპლომატები და შემდეგ და მეორე მხრივ თვითონ პაკისტანმაც პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. კი და აგერ პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს რამდენიმე საათის ინფორმაცია. ინდოეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ყველა ვიზა ახლა უკვე გაუქმებულია, მათ 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ ქვეყანა, ანუ მარტო დიპლომატებმა კი არა ყველა. და ჩვენ არ დაუშვებთ ჩვენი სუვერენიტეტის ან უსაფრთხოების ხელყოფას, ჩვენი საჰაერო სივრცე დაიხურება ინდოეთის ყველა თვითმფრინავისთვის. ხო, პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ინდოეთმა და მისმა პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მიიღეს, არის ის, რომ ინდოეთმა ოფიციალურად დაასრულა ინდის წყლის ხელშეკრულება და დაბლოკა მდინარე ინდიზე არსებული კაშხალის 4-ვე კარიბჭე, რითაც წყლის მიწოდება შეუწყვიტა პაკისტანში არსებულ კაშხლებსა და არხებს. ხო, და ეს ძალიან თვალშისაცემი სიგნალი იყო იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის შეიძლება ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რაც 2019 წლის შემდეგ არ მომხდარა. ეგ უნდა მეთქვა ახლა, რომ იმ პაკისტანის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ინდოეთის მიერ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედების დაწყება მიიღებს მასშტაბურ პასუხს, თუ ისინი დაიწყებენ თავდასხმას ან რაიმე მსგავს, იქნება მძლავრი საპასუხო რეაქცია, ეს კი აშკარად გადაიზრდება სრულმასშტაბიან ომში, ბირთვული არაღით შეიარაღებულ ერთაშორის დაძაბულობა ყოველთვის აგანგაშოა.
ეს არის ორი ბირთვული სახელმწიფო კონტინენტზე, თუ სიტუაცია კონტროლიდან გამოვა, შედეგები კატასტროფული იქნება. ხო, დავალოდოთ ამ საკითხსაც დაპყრობითი აგრესიული ომების რაღაცა ბუმი იწყება და ნარენდრა მოდის არ გამოვრიცხოთ, რომ ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მსოფლიო პოლიტიკის ძრაში თავის ადგილის პოვნას ცდილობს და რაღაცა როგორც ძლიერი სახელმწიფოს ძლიერი ერის სახელმწიფოს თავის მონიშნა უნდა მოკლედ. ხო და მეორე მხრივ საერთაშორისო მედიაში ამ ყირიმის ამ ბაუზე იყო ეგეთი გამოხმაურებაც, რომ აზიაც ფრთხილად უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩინეთი უყურებს ამ ყველაფერს. ანუ შეიძლება აი ამ პრეცედენტმა გამოიწვიოს დომინოს ეფექტი მიიღოს და ყველა კონტინენტზე ესე ვთქვათ გავრცელდეს აი ამ ერთი პრეცედენტის ძალა და გავლენა. ხო, და ორი სიტყვით ვიტყვი პალესტინაზეც, იმიტომ რომ ხაზაში თუ უკრაინის შემთხვევაში რაღაც თავს მაინც იკატუნებს ტრამპი, რომ უნდა მშვიდობა და ასე შემდეგ, პალესტინაში ხაზის სექტორში ეს ასე არ არის, პირდაპირ ანექსია და ხალხის კვლავ მიმდინარეობს და მაგალითად ახალი ბევრი არაფერი არ არის გარდა იმისა, რომ ხალხი ბავშვებზე ტარგეტირებული თავდასხმა ხდება, გარდა იმისა, რომ ისრაელის არმია დასავლეთ სანაპიროზე ჯენინის, ტოლუნის და ბანაკის შესასვლელთან რკინის კარიბჭეებს ამონტაჟებს, რაც მეორე ინტიფადას შემდეგ არ მომხდარა. კარიბჭეები ამკაცრებს გადაადგილების შეზღუდვებს, რაც კიდევ უფრო უკარგავს მაცხოვრებლებს საკუთარ სახლებსა და გონების დაბრუნების უფლებას და ხო, პარალელურად იმაზე აღარაფერს არ ვამბობ, რომ პირდაპირ ხდება თავდასხმები თავშესაფრებზე, რომლებიც ძირითადად სკოლის შენობებში ან არ ვიცი, საავადმყოფოებში ეს მაგის საბაბად გასამართლებლად ხო ის მოყავთ ხოლმე, რომ იქ ტერორისტები არიან და რეალურად ეს რუსეთის დარტყმები აი ამ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მაგით მართლდება, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას იყენებენ სამხედრო მიზნებისთვის და ვთქვათ, არ ვიცი, რესტორანი იქნება ეს თუ სკოლა თუ უნივერსიტეტი თუ ასე შემდეგ, იმიტომ ბომბავთ, რომ იქ არიან უკრაინელი სამხედროები. კი. ხო, და შენ ჩამიგდეს ფოტოშორის ეგ ინფორმაცია, ძალიან საინტერესო იყო იელის უნივერსიტეტში მომხდარი ფაქტი, რადიკალურ მემარჯვენე ისრაელელი მინისტრი ბენ-გვირი პროპალესტინელმა დემონსტრანტებმა მას დაუპირისპირდნენ პროპალესტინელი დემონსტრანტები იელის უნივერსიტეტში, ის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსასვლელად ემზადებოდა, როცა წინაღამით ფლორიდაში ტრამპის კურორტზე გამართულ ვახსამზე დააჯილდოვეს. და ბენ-გვირი ვინ არის ვინც პირველ რიგში მხარს უჭერს პალესტინელი პატიმრებისთვის სიკვდილის დასჯის მხარდაჭერით არის გამორჩეული, ეთნიკური უპირატესობის მხარდაჭერით და პალესტინელების იძულებით გადასახლების მოწოდებას აკეთებს მუდმივად. პარალელურად ხო აშშ-ში მიმდინარეობს იმ სტუდენტების დევნა და შევიწროება, რომლებიც პროპალესტინული პოლიტიკური მოსაზრებების არიან და FBI რამდენიმე სახლში ჩხრეკა ჩაატარა, ისე რომ ორდერი ან ამის რაღაც სამართლებრივი საფუძველი არ ქონია. მათ ჩამოართვეს გაჩხრეკვის დროს ელექტრონული მოწყობილობები და პირადი ნივთები, როგორც ეს სხვათა შორის საქართველოში როგორც ხდება ჩხრეკა ეგრე და დააკავეს რა პირი, თუმცა ისინი გამოუშვეს მალევე, მაგრამ ხო რაღაცა ეს ზეწოლა და ეს რაღაც მათი დაშინება მუდმივ პროცესში მიმდინარეობს და ხო ნახოთ ტრამპის ეს პოლიტიკა სადამდე წავა და სადამდე ეყოფა მას ამის ფანტაზია მოკლედ. ფაშიზმის ბაცილა ვრცელდება რა მოკლედ. დასასრულს ვიტყვი, რომ გამოგვიწერეთ და გვალაიქეთ და გვაშიარეთ და ნებისმიერი ტიპის შენიშვნა მოგწერეთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გავითვალისწინებთ. თუ რაიმე კითხვა გაქვთ, ასევე მოგწერეთ და ვეცდებით, რომ გაგცეთ პასუხი და შეხვდებით მომავალ კვირას. მადლობა ყურადღებისთვის და ნახვამდის.